Маш, სავამშვიდობისა ყველას, კეთილი დაბრუნება პარაბელუმზე, მე ვარ, როგორც ხედავთ, გენერალი კაპიტინი და ნიელე მორო და როგორც ყველა ველოდებოდით გაგვეგო რა მოხდებოდა. და ბოლო 30 წუთის სიახლეა, რომ ვანსის მოგზაურობა პრაქტიკულად შეჩერებულია. ამიტომ დიდი ალბათობით ისევ დაიწყებენ სროლას ერთმანეთზე. არც მეტი, არც ნაკლები, ესე რომ ორივეს მოგესალმებით. ჩვენ ყოველთვის ესეთ სიტუაციებში ხვდებით. მადლობა ყველას, ეხლა მე ვეცდები შევაჯამო ის, რაც ბოლო კვირაში მოხდა. ყველამ ნახეთ ეს ბალეტი. იმ მხრივ, რომ ერთი მხრიდან იყო 15 პუნქტიანი წინადადებები, მეორე მხრიდან კი 10 პუნქტიანი წინადადებები. უკვე ორი კვირის წინ აშკარა იყო, რომ პუნქტები იმდენად განსხვავებული და შეუთავსებელი იყო, რომ ისინი არსად მიგვიყვანდა. ამასობაში სხვა რაღაცებიც მოხდა, ამერიკელებმა ილანუ გემს ესროლეს, მასზე ავიდნენ, ამასაც ვნახავთ და ასე შემდეგ. ბოლო 2 ან 3 დღე ძალიან კონცენტრირებული იყო, გამდიდრებული ურანის განხილვაზე. ამერიკელებმა თქვეს, კარგი, ტრამპმა თქვა, კი, გავიტანთ გამდიდრებულ ურანს. ირანელმა თქვა, არა, ეს არ განიხილება. ზუსტად შუაში რუსებმა თავად შესთავაზეს მასპინძლობა, დამგონი პაკისტანმაც. ცხადია, ამერიკელებს ეს გადაწყვეტა აშკარად არ მოსწონთ, რადგან შეიძლება შემდეგ ირანში უპრობლემოდ დაბრუნდეს. ეს გვერდიდან რომ შევხედოთ, უფრო გავს მოთხოვნას, რომელიც ისრაელის საჭიროებებს პასუხობს, ანუ პრობლემის ფესვიდან აღმოფხვრას. იწყება მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. სინამდვილეში მეორე რაუნდი მაშინ მიმდინარეობდა, როცა დონალდ ტრამპი ერთ მხარეს ამბობდა, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, საუბრები ძალიან ნაყოფიერია და ასე შემდეგ. ირანელები ოფიციალურად პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ ნამდვილად უარი ვთქვით, არ არსებობს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, ასე რომ ყველაფერი ჩიხში შევიდა. დღეს ბოლოს უნდა შეხვედროდნენ, დღეს იცურებება ორკვირიანი ცეცხლის შეცვლათის 21 დღე. სინამდვილეში იმის გამო, რომ ის გემი აიღეს იერიშით და ასე შემდეგ, თქვათ რომ სიტუაცია დაიძაბა, ბოლო 24-დან 48 საათში და ფაქტობრივად ვანსის გარდა. 4 საათის წინ ვაშინგტონში იყო, ტელეფონზე ესაუბრებოდა პაულოს და უკითხულობდით თუ ვაშინგტონშია, რამდენ ხანს დასჭირდება იქით გაფრენა. ამიტომ უკვე ძალიან საეჭვო იყო, რომ ის გამოჩნდებოდა. ეხლა ოფიციალურად ცნობილია, რომ აბსოლუტურად არაფერი მომხდარა, ყველა თავის პოზიციაზე დარჩება. პაულო, მე შენ მაშინვე მინდოდი. გემის საკითხზე შენი აზრით, რამდენად გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ USS Spruance, სხვათა შორის დიდი ადმირალის სახელს ატარებს. ადმირალი Spruance-მა ეს ირანული გემი დაცხრილა, მასზე ავიდნენ და ასე შემდეგ. სწორედ ამ 48 საათში ეს თამაშია, ეს როლების თამაშია. ჯერ ერთი ეს ამტკიცებს სალამშვიდობისა ყველას, გამარჯობა დანიელე, გამარჯობა მირკო და გამარჯობა ყველას, ვინც გვისმენს. ჯერ ერთი ეს ძალიან ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, რომ თვითონ ირანელებსაც დიდად არ სჯეროდა გამოლაპარაკებების რაუნდის. რატო? ნუ თუ ირანულ გემს საქმე არ ჰქონდა. გემი ღუზას წევს და ბლოკადის გარღვევას ცდილობს. მას უთხრეს, ირანული გემი ღუზას წევს, მიდი ამხარეს და მერე ვნახოთ რა მოხდება. ისინი ელოდნენ ზუსტად იმას, რაც მოხდა. ანუ გამოეცვიათ და დაემტკიცებინათ, რომ ამერიკული საზღვაო ბლოკადა მტული ქმედება იყო. ეს იყო ომის აქტი, რომელიც ხორციელდებოდა იმ დროს, როცა მოლაპარაკებას ითხოვდნენ. ამიტომ ეს იყო ირანელების მახე, რომელშიც ამერიკელები უბრალოდ არ ჩავარდნენ, არამედ ვერაცდნენ ჩავარდნას. მაგრამ როცა დიალოგს იწყებ, ელოდები ცოტა უფრო მშვიდ დამოკიდებულებას და არა იმას, რომ მაშინვე გესურიან, როგორც კი დაიწყებ. მოლაპარაკებები აი ესე. ეს არის კადრები, სადაც გემი რადიოთი უბრძანებს ძრავების გაჩერებას და ეს კლასიკურია იმ ქმედებებისთვის, რომლებიც საზღვაო ბლოკადის დროს ტარდება. ირანელებმა თქვეს,
თქვენ ჩვენი ტყვეები ხავთ, ირანელი მეზღვაურები მძევლად ხავთ, ირანის სახელმწიფოს საკუთრება დააზიანეთ და იმავე დროს, როცა ფიქრობთ ან გვაიძულებთ მოლაპარაკებას, ამას აკეთებთ არაკეთილსინდისიერი პოზიციიდან. Ფარწმუნებული ვარ, ირანელები არ დაიჯერებდნენ 20 წუთზე მეტხანს იმ იდეას, რომ ტრამპის მიერ წამოყენებული სამშვიდობო მოლაპარაკებები რეალური იყო. და მათ კარგი გამოცდილება აქვთ. გახსოვთ ხო ჯერ იყო რაკეტები ომანზე, როცა მიმდინარეობდა დისკუსია, მერე ისევ რაკეტები. თუ დაუბრუნდებით იმ სხვა დისკუსიას, როგორც კი მშვიდობის სამიტს მართავენ, ვირაცას აუცილებლად რაკეტები ხვდება. და მესმის ირანის ლიდერების სიფრთხილეც, რომ სახლიდან არ გადიან, რადგან იდეა იყო, რომ როცა დაუბრუნდებით, ამათაც ესვრიან. ასე რომ ვთქვათ, სასაცილოა, მაგრამ სინამდვილეში ეს იმაზე მიუთითებს, რომ რაკეტების მესროლებს პასუხი არ მიუღიათ. ირანელების და ბევრი სხვების თვალები, რომლებიც უყურებენ და არ ლაპარაკობენ. აღარ აქვთ ის სანდოობის რესურსი, რაც ზესახელმწიფოების ნამდვილი იერარქია. ანუ სანამ მე შენს წინაშე ჩემს ძალას დაგიმტკიცებდე, შენთვის საკმარისი უნდა იყოს ის იდეა, რომ შემიძლია დაგიმტკიცო, რომ უფრო გონივრულ გადაწყვეტილებამდე მიხვიდე. აქ კი შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს ბლეფია. აი ვთქვათ, ზესახელმწიფოები ყოველთვის ბლეფს იყენებდნენ. პაოლო ბოდიში, მაგრამ ეს თამაშია იმ აზრით, რომ კარგი, ირანელებმა ხაფანგი დაგეგმეს, იცოდნენ, რომ გემი გვერდით გაჩერდებოდა, ესენი კი USS ტრიპოლიდან იწყებენ და მეორე მხარეს ყავს ტრამპი, რომელიც ტყუის, იმიტომ რომ ტყუის უტიფრად ამბობს, კი მოლაპარაკებები მიდის, ყველაფერი კარგადაა და ასე შემდეგ. მისი თვალსაზრისით ყველაფერი კარგადაა, რადგან ტრამპის აზრით მოლაპარაკებები იმასთან მიმდინარეობს, ვინც არც კი ლაპარაკობს, ან საერთოდ იქ არ არის. მისი თვალსაზრისით. მე მჯერა, რომ ის ამბობს, ყველაფერი კარგად მიდისო. მაგრამ ეს კომუნიკაციური თამაშია, პაოლო. ანუ მე ვამბობ, რომ ყველაფერი კარგადაა და მეორე მხარე ამბობს, რომ ცუდების მხარე არ არსებობს. ამას ისინი აკეთებენ, როცა ამბობენ, ეს სიმართლე არ არის. მას უნდა ახსოვდეს, თუ კი თეთრ სახლში რომელიმე ფანჯრიდან გაიხედავს, მის გარშემო არსებული პანორამა ახსენებს, რა არის ძალაუფლება. ვაშინგტონი, როგორც ქალაქი, ერთ-ერთი იშვიათი დედაქალაქია მსოფლიოში, რომელიც აშენდა და შეიქმნა იმისთვის, რომ დიდი ერის ძალაუფლება ეჩვენებინა. ჯერ შიგნით და შემდეგ გარეთ. ეს არ არის ქალაქი, რომელსაც სხვა ისტორია ჰქონდა და შემდეგ გახდა დედაქალაქი. ის თავიდანვე ასე იყო შექმნილი. ეხლა მას უნდა ესმოდეს. ამ იქნებ უნდა აუხსნა, რომ ის არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გარკვეული დროით, როგორც ყველა მისი წინამორბედი, გარკვეული დროით. რაც რჩება, ეს არის შეერთებული შტატები და შენ ნამდვილად ვერ იფიქრებ იმ თამაშებზე, რომლებიც შეიძლება სხვა ბევრ სფეროში მუშაობდეს, ფინანსებში, ბიზნესში. პოკერის თამაში, შვილიშვილებთან ერთად მისაღებ ოთახში ხალიჩაზე თამაში ძალიან კარგია. მაგრამ არის რაღაცები, რომლებიც თუ გარკვეულ პოზიციებზე ხარ, უბრალოდ ვერც კი ცდი. ზოგჯერ იქნებოდა მოსახერხებელი მათი ცდა, მაგრამ ვერც ცდი, რატო? იმიტომ რომ შენი როლი ამას არ გაძლევს უფლებას. თუ ის გაშეშებულია, მას არ უნდა იმის მიღება, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყოს, რადგან მას არ აქვს გენიალურობა, რომ იყოს პრეზიდენტი. შეერთებული შტატები ისეთი წინსაწარი ხედვა აქვს, რომ შეუძლია ცოტა ორიგინალურიც კი იყოს, მაგრამ უბრალოდ ის არის ადამიანი, რომელიც ამ როლისთვის სრულიად შეუფერებელია და ეს ძალიან სერიოზულია. თუ დაფიქრდებით, რა ძალაუფლება აქვს შეერთებული შტატების პრეზიდენტს და რა ბერკეტები აქვს მას ამერიკული სახელმწიფო აპარატის სხვა ნაწილებთან მიმართებაში, იმიტომ რომ მას გაუმართლა, რომ ყავს კონგრესი, რომელიც არაფრად ღირს, თორე გეყოლებოდა პრეზიდენტი, რომელიც არაფერს ხვდება. თუ კონგრესს ოდნავ მაინც ჰქონდეს ცუდი განზრახვები, მას შეუძლია პრეზიდენტზე ზემოქმედება. იმ ქვეყნის ბალანსი მთლიანად დაირღვევდა. ამიტომ შეერთებულ შტატებში ჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ნორმალურია და კონგრესი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. თუ ეს ორი რამ მუშაობს, ისინი თავს კარგად ვერ მართავენ. ეხლა კი ისინი ერთ ფეხზე დგანან და ეს არ არის კარგი, შეიძლება ითქვას. ორივე მუხლებზე დგას. არც ერთი ფეხი არ არის ზევით, მაგრამ დაუშვათ თუ არჩევნების შემდეგ ერთი ფეხი ისევ დადგება ადგილზე. ერთ ფეხზე ვერ დგანა. ამ მომენტში თქვათ ეს ყავის მაგიდას გავს? ხო, ეს ფლამინგოს პოლიტიკა, უბრალოდ ფლამინგო ერთ ფეხზე დგას ბალანსში, რადგან არ იძაბება. ის მშვიდად დგას, იქ დგას
თუ ერთ ფერზე ცეკვას დაიწყებდა, პრობლემები ექნებოდა. აი, ტრამპი ფლამინგოა, დარწმუნებულია, რომ ფლამინგოა და კიდევ უფრო სერიოზულია, დარწმუნებულია, რომ ცეკვა შეუძლია. მოусმინე კიდევ უფრო განვავრცობ თემას, გარდა ტუსკისა, რომელიც როგორც ხედავთ ამერიკელების მიერ დაწესებულ აკრძალულ ზონას სცდებოდა, რაც მე ვერ ავხსენი, ასევე სხვა გემების შეჩერება, ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, ანუ ეს ნახეთსაც წავიდნენ გემის შესაჩერებლად. დიახ, მართალია, გემს დეკლარირებული მარშრუტი ირანისკენ ჰქონდა, მაგრამ ისინი წავიდნენ გემის ასაყვანად. ტიფანი. ასე რომ არავისთვის არ იყო საუზმე და ესეც ბოცვანის დროში დადიოდა. ცოტა საიჯუა, მაგრამ აქაც ფაქტობრივად წავიდნენ ინსპექციის ჩასატარებლად, ვთქვათ ესე, რაც საზღვაო სამართლის მიხედვითაც აქვთ უფლება, რომ ჩაატარონ ინსპექცია საერთაშორისო წყლებში. დიახ, ეს კანონიერია. თუ არსებობს ეჭვი, რომ გემი, მაგრამ ეჭვი უნდა იყოს ტვირთის მანიფესტებში, თუ არსებობს ეჭვი, რომ ეს გემი სამხედრო მასალას მიიტანს ომში მყოფ ქვეყანაში, რომელიც შენთან ომობს და არა ვიღაცა სხვასთან, რომ მიაქვს ტექნოლოგიები, რომლებიც სამხედრო დანიშნულებისაა და სასაცილოა რომ თქვა, შეიძლება გადახავდეს მონებიც. აქვს ნარკოტიკიც. მონები დარჩნენ ახლა ესე თუ ისე, მაგრამ ამ პრინციპით მსოფლიოს ნებისმიერი საზღვაო ფლოტი შეუძლია აბორდაჟზე აიყვანოს ნებისმიერი გემი საერთაშორისო წყლებში. მაგრამ ჯერ უნდა დაამტკიცო, ანუ კონდეს შესაბამისი საფუძველი. იმიტომ რომ მაგალითად გემზე არა, თავრობა ამბობს, რომ თუ შენ ჩაატარებ ინსპექციას და მაინც ვერაფერს იპოვი, ზიანს შეფერხებას, ასე რომ შენი მთავრობა უხდის ამ გემის დროშის ქვეყნის თავრობას. მე მგონია, რომ შეერთებული შტატები უხდის ბოცვანას ან ირანს არ ვიცი. მაგრამ შეგნებული უინგერი. მაგრამ ამის უკან რაღაცა. შეერთებული შტატები ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაჩეროთ ნებისმიერი გემი ზღვის ნებისმიერ ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ აქვთ ზღვის დომინირება. სწორია, ძალიან მართალია. მათ აქვთ ყველა ზღვის დომინირება გარდა ერთი პატარა ნაწილისა, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს არის ამ საუბრის ძირითადი პრობლემა. შეერთებული შტატები ვერ აიტანს იმას, რომ ერთი პატარა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სრუტე არ იყოს მათი სრული კონტროლის ქვეშ. იმიტომ რომ მათი ძალა გამომდინარეობს მსოფლიო მარშრუტებზე ნამდვილი კონტროლისგან და ყველა მარშრუტი ადრე თუ გვიან სრუტეებზე გადის. მალაკის სრუტე, ტაივანის სრუტე, გიბრალტარის სრუტე, სუეცის სრუტე, დარდანელები, ბარენცის სრუტე, პანამა და დავამთავრე გეოგრაფიის გაკვეთილი, მეტი აღარ მაქვს. ეს იწვევს ხარჯს. მაგრამ როგორი დიდიც არ უნდა იყოს ზღვა, ბოლოს მაინც გიწევს კონკრეტულ ადგილას გავლა. და შეერთებული შტატები ქმნის თავის ძალას დომინირებაში და შესაძლებლობაში ჩაერიოს ნებისმიერ საკითხში და მისცეს ნებართვა ერთს კი და მეორეს არა, რომ გაიარონ კონკრეტულ სივრცეში. თუ ამას ეცინაამდეგები ამერიკული ძალის ბუნებას. ისევე როგორც რუსები, რომლებსაც აქვთ ხმელეთის ძალა, თუ მათ მიწას დაუკავებ, ამას ძალიან ცუდად მიიღებენ, რადგან შეგიძლია ყველაფერი წაართვა, გარდა მათი მიწის, მათი ტერიტორიის. და ეს არის მათი ძალის ელემენტი. ასე აიხსნება უკრაინაში ომის ერთი ნაწილი. ასე აიხსნება ბელარუსის კონტროლის ქვეშ ყოლაც. მათ სჭირდებათ გარშემო მიწის ფიზიკური კონტროლი. და ამერიკელებს სჭირდებათ გარშემო ზღვის ფიზიკური კონტროლი. თუ ამას შეეხები, ამერიკის ძალაუფლების არს შეეხები. ის არ არის ფინანსური, არ არის ეკონომიკური, არ არის კულტურული, არ არის, ვაპირებ ვთქვა, საერთოდ არაფერი. მაგრამ ეს არსებითად ნიშნავს ამას, დანარჩენ მსოფლიოს ჩემი პირობებით ვაჭრობის საშუალებას ვაძლევ. ეს ხო რიმლენდის გეოპოლიტიკური თეორია, არა? ანუ ეს ის ზონა, სადაც ყველა სრუტეა მოქცეული, ცუშიმა, სუეცი, ჰორმუზი და ასე შემდეგ. ორ რამეს აუნიშნავ და შემდეგ სიტყვას დანიელს გადავცემ. ჩვენ აქამდე ვაჩვენეთ ის არეულობები, რაც ამერიკელებმა გააკეთეს. ისინი ირანული გემის მახეში გაებდნენ, კიდევ ერთი გემი აიღეს აბორდაჟზე, ტრამპი ამბობს, მოლაპარაკებები მიმდინარეობსო, სხვები კი უარყოფენ ამას. ანუ მეორე მხარეც არ იყო უკმად. 18 აპრილს ირანელებმა გემზე ისროლეს. ეს არის ყველა შემთხვევა, როცა მათ გემებზე ესროლეს. 18 აპრილს ორი გემი იყო, ერთი ტანკერი, Mein Schiff 4,
მეორე Everglade, რომელიც დაზიანდა და იძულებული გახდა დაბრუნებული ყებულიყო და შემდეგ რა თქმა უნდა არის თუსკას ინციდენტი. ასე რომ ყველა თავის ცვლილს ორივე მხრიდან. მას რადგანაც სწორედ იმაზე ვსაუბრობდით, რომ ტრამპი არაკომპეტენტურია, დანიელე ლაივამდე გვიყვებოდა. ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო ეპიზოდია, რომლითაც ჩვენ დავინტერესდით. ოპერაციული მხრიდან, ანუ ის რაც მოხდა პილოტების გადარჩენისას, რაც არ ვიცოდით, იყო კულისებში მომხდარი, ასე რომ გთხოვ დანიელე. დაღმამშვიდობის სახელოს კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. რა მოხდა? თუ გახსოვთ, ერთ მომენტში ჩამოაგდეს თვითმფრინავი და დაიკარგა კვალში F-15-ის პილოტი, ამერიკელი პილოტი. იწყება ძალიან რთული სამაშველო ოპერაცია, რომელშიც როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი და ძალა იყო ჩართული. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრეთ. ერთ მომენტში რა ხდება? იცით რომ თეთრი სახლის ქვემოთ არის situation room-ი. შეიძლება გახსოვთ, როცა პრეზიდენტი ობამა ხელმძღვანელობდა ოპერაციას ბინ ლადენის დაჭერისა და მოკლისთვის, არსებობს ძალიან ცნობილი ფოტო, სადაც ჩანს დაახლოებით 12 ამერიკელი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი, რომლებიც ერთ საღამოს ერთად არიან შეკრებილი. კვირა საღამოს დაახლოებით 8 საათსა და ნახევარზე ვაშინგტონის დროით. სადაც ისინი იკრიბებიან. პოლიტიკა და პენტაგონი ურთულესი ოპერაციის მართვაში. ფაქტობრივად ამ ამერიკელი F-15-ის პილოტის გადარჩენისას, რომელიც ირანის ცაზე ჩამოვარდა, მსგავსი სიტუაცია ხდება. სიტუაციური ოთახი, დონალდ ტრამპი, პენტაგონი, მისი ადმინისტრაციის წევრები. ეს არის ძალიან ცნობილი სახიფათო ოპერაცია. ვინც კი პარაბელუმზეც კი ადევნებდა თვალს იმ მოვლენას, იცის რა რისკი იყო იმ საღამოს. იმ საღამოს რისკი იყო, რომ დონალდ ტრამპს ჯიმი კარტერის ბედი გაეზიარებინა. თუ ვინმე წარსულს გაიხსენებს, რა მოხდა? როცა ჯიმი კარტერი აგზავნის ოპერაციას ვერტმფრენებით, რომ სცადოს ამერიკელი მძევლების გათავისუფლება თეირანში მდებარე საელჩოდან, ეს იყო კატასტროფა, რომელმაც ჯიმი კარტერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ხელახალი არჩევა დაუჭდა. რა იყო დონალდ ტრამპის შიში იმ საღამოს? რომ ოპერაცია ჩავარდება. რა ხდება სიტუაციურ ოთახში? სიტუაციურ ოთახში ტრამპი უკვე მიჩვეულია. ამჯერად მან მეორე ადმინისტრაციაში თავი ხალხით შემოირთვა, რომელიც სრულიად განსხვავდება პირველისგან. პირველში თუ გახსოვთ, იქ იყვნენ რჩეული გენერლები, პოლიტიკოსები, ტექნიკოსები, ექსპერტები, რომლებმაც მას ბევრჯერ უთხრეს არა, საბედნიეროდ ყველასთვის. ამჯერად პირველი პრეზიდენტობის გამოცდილების გათვალისწინებით მან გადაწყვიტა, რომ მხოლოდ თავის დამქნევი ადამიანებით შემოეგრა თავი. რა მოხდა? პენტაგონის მეთაურებმა, რომლებიც დარბაზში იყვნენ, შეამჩნიეს, რომ ამ კაცს ფაქტობრივად პანიკა დაეუფლა. ანუ ის იყო, ვინც ამბობდა, თუ ოპერაცია ჩავარდება, მე წავალ სახლში, თქვენ კი არა. ანუ ის მართლაც უზარმაზარი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო. ერთ მომენტში რა მოხდა, რომ მას situation room-დან წაყვანა მოუწიათ. ოპერაციის მიმდინარეობისას ის პირდაპირ წაიყვანეს. და მათ გადაწყვიტეს, რომ ინფორმაცია ნელ-ნელა მიეცათ მისთვის, ისე რომ ოპერაციული გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე მას არ დაესწრო. ეხლა ხვდებით, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც ირანელებსაც იციან, მიხავს. თუ მოусმენთ იმ შესავალს, რასაც მირკო აკეთებდა ადრე. ასევე მეორე მხარეს, ვიტყოდი პირველ რიგში მეორე მხარეს, აღარ ესმის რა თამაშს თამაშო. ანუ მე ვფიქრობ, შემდეგ გენერალმა კაპიტინემ ეს ყველაფერი აკადემიაში ისწავლა. მე როგორც მოქალაქე ვფიქრობ, რომ ყველაზე საშიში, რაც შეიძლება იპოვო მოწინააღმდეგეში, არის იპოვო იდიოტი. იმ გაგებით, რომ იდიოტს ვერ დაამარცხებ. შემდეგ ვიღაცამ ამ წლების განმავლობაში თქვა,
ტრამპი ნიქსონივით იქცევა რომ მოგვატყუოს. არა, მე მივედი დასკვნამდე რომ ტრამპს არ აქვს სტრატეგია, ის უბრალოდ გაეხო ამაში, არის გამოძიება, რომელზეც წინაკვირას საუბრობდით, New York Times-ის გამოძიება და ვერავინ შეძლო მისი უარყოფა. New York Times-ის გამოძიება რას გვეუბნება? რომ შობას წინ ნეტანიაჰუ მიდის ტრამპთან და ეუბნება, ოპერაცია ორ ეტაპად ჩატარდება. ირანის ხელმძღვანელ ჯგუფს გაანადგურებენ და რეჟიმი დაეცემა. მოსადის დირექტორი თავისუფლ მიდის, ჩადის ვაშინგტონში და ზუსტად იმავეს ამბობს. New York Times-ის რეკონსტრუქცია გვიჩვენებს, რომ ტრამპი პენტაგონის მთელი ხელმძღვანელობის, მათ შორის მის მიერ არჩეული გენერლების წინააღმდეგ მაინც გადაწყვეტს წინ წასვლას. ასე რომ, სწორედ იქიდან აღმოჩნდა ჯოჯოხეთურ სიტუაციაში. ანუ როცა შეცდომას უშვებ, ყველაფერი დანარჩენიც მოხვება. გენერალ კაპიტინის ახსნა, ჩემი აზრით, სწორედ ამით არის საინტერესო. პირველ რიგში მათ მოიშორეს. ეს აგიხსნა ჩემმა უნივერსიტეტის მეგობარმაც, რომელიც ნატოში ამერიკის ელჩი და პეკინში ამერიკის ელჩი იყო. ანუ ნამდვილად არ იყო რიგითი ადამიანი. მათ მოიშორეს სახელმწიფო დეპარტამენტის მთელი გუნდი, ვინც ფარსის ენაზე ლაპარაკობდა, ირანელების ენაზე. მოიშორეს ირანის ექსპერტები სახელმწიფო დეპარტამენტიდან და გაგზავნეს. ასევე მოხსნაც. ასევე ხსნის გენერალური შტაბის უფროსის და სხვების მოხსნას, რომლებმაც აშკარად უთხრეს, ეს შეუძლებელია. რა თქმა უნდა. აბსოლუტურად. ორი უძრავი ქონების დეველოპერი გამოგზავნეს, რომლებიც ყოველთვის მაგონებენ ტოტოს და პეპინოს პიაცა დუომოში. როცა მიდიან და ამბობენ, ნუ ვოლევან სავოირ, მილანის დუომოს წინ დგომ პოლიციერს. აი როცა ამ გუნდს ენდობი და შენ ახალი ამბით დაიწყე, რომელიც თითქმის რეალურ დროში გამოვიდა. როცა თქვი, Washington Post-ის საიტზე ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული, რომ ვანსი აღარ მიდიოდა. ის ფაქტი, რომ ვანსი ჩართეს სიტუაციაში, სადაც ამერიკელი ტექნიკოსების გუნდი თავად ამერიკელებმა გააგდეს ვანსი, რომელიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება ამ ოპერაციებს, რადგან ეს ეწინააღმდეგება ყველა საარჩევნო დაპირებას, მაგა მოძრაობისა და ასე შემდეგ. არა მხოლოდ ეს. მაგრამ გენერალ კაპიტინის სიტყვა არის ამ ამბის ნამდვილი პრობლემა. შენ შეცდი შეტევაში, შენ დააკნინე რისკი, რომ ვინმე თავს დაიცავდა და ამიტომ ყველამ თქვა, როგორ კარგად წავიდა ვენესუელაში, იგივე გააკეთე ირანში. ეს ნიშნავს, რომ ვაშლები მსხლებდა ნაგვერი. შენ ჩაერი ირანში. ირანს ამ ეტაპზე აღარ აქვს არანაირი ინტერესი დათმობაზე წავიდეს. რადგან როლების თამაში სრულიად ასიმეტრიულია. ირანისთვის, რომელიც უკვე 87 წელია თითქმის, მთელი მსოფლიოს, არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ყველა სპარსეთის ყურის ქვეყნის მოწინააღმდეგე დარჩა, გარშემორტყმული ყოფნა ნიშნავს ბევრს. ეს განსხვავებულია შეერთებული შტატებისთვის და მათი მოკავშირეებისთვის. აქ ეს იმას ნიშნავს, რომ მან არა მხოლოდ დასავლელი მოკავშირეები დააყენა რთულ მდგომარეობაში, არამედ პირველ რიგში სპარსეთის ყურის ქვეყნები. ისინი დღესაც ჩივიან, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ომი და ვერ ახერხებენ მათ დაცვას. ტრამპს ვენსთან რაღაცა პრობლემა აქვს, რადგან ბოლო დროს მას თვითმკვლელურ მისიებზე აგზავნის. დაახლოებით როგორც იამატოს ბოლო მოგზაურობა. ჯერ უნგრეთში გააგზავნა, ეხლა აქ აგზავნეს, რომ თავი გამოიჩინოს. იგზნო, რომ ეხლა ის ნამდვილი მაგას წარმომადგენელია, ხოლო თვითონ ყველაფერი არასწორად გააკეთა, ამიტომ ესე ვთქვათ, უნდა რომ თავის საქმეებში ჩართოს. არა, ნახე, გამოცდილებითაც და ხასიათითაც კონსპირაციულ თეორიებს წინააღმდეგი ვარ. არ მჯერა, რომ აქ რაიმე გეგმა, უბრალოდ უზარმაზარი არეულობა. ჩემი აზრით, მას უნდა ვანსი ჩაეთრია, მაგრამ დაწყებიდა. ვშებით იმ ანალიზზე, რასაც კაპიტინი აკეთებს, თუ საწმის ანალიზში შეცდომას უშვებ, ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ კიბეზე დაგორებას გავს. ანუ, როცა ვანს აგზავნე, ამაზე გასულ კვირას ვილაპარაკეთ, ვისაც პარაბელუმი უყურები ახსოვს, გამოკითხვები დარწმუნებით გეუბნებოდნენ, რომ ორბანი წააგებდა. დისკუსია მხოლოდ იმაზე იყო, ცოტათი წააგებდა თუ ბევრად, ან იმდენად ბევრად, რომ კონსტიტუციის შეცვლაც შეძლებოდა.
საბოლოოდ კი იმდენად ბევრად წააგო, რომ კონსტიტუციის შეცვლა შეძლო. Დახსენებთ, რომ გუშინ ორბანს მოუწია გაეუქმებინა ბლოკი, ვეტო, იმ ცნობილ 90 მილიარდი ევროს დახმარებაზე უკრაინისთვის. მოულოდნელად, მაშინ ის ფაქტი, რომ ამ პერსონაჟს აგზავნი ისეთ საქმეებზე, რომლებიც თავიდანვე წაგებულია, განა მისი დაღუპვის მიზნით არ ხდება. გარდა ამისა, ვანსიც იყო იქ. და უნდა ეთქვა, ნახე, კიდევ ერთხელ გაუშვი შენი სიძე, მაინც გააკეთებს ამას. 4 სასტუმროა გოლფის გარშემო. ჯიბეში ჩაიდებს რამდენიმე მილიარდ დოლარს, ჩვენ ყველანი კმაყოფილები ვართ. საქმე იმაშია, რომ როცა შენ შექმენი გუნდი ადამიანებისგან, რომლებიც ვერ ახერხებენ წინააღმდეგობის გაწევას, შენ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გაიხსენ. მერგო, კონგრესი აღარ არის რესპუბლიკელების ხელში იმ ისტორიული მნიშვნელობით, როგორც ჩვენ გულისხმობთ. ეს არ არის ცენტრისტურ მემარჯვენე კონგრესი. ეს არის დეპუტატებისა და სენატორების კონგრესი, რომლებიც შეშინებულები არიან იმის იდეით, რომ ხელახლა არ აირჩევენ. თუ ტრამპი ითქვის, რომ გაგდებთ, ისინი მართლაც გაგდებენ. მათ აღარ აქვთ არანაირი ავტონომია პრეზიდენტის მიმართ. გარდა ამისა, დავივიწყებთ ერთ ფაქტს. უძენაესმა სასამართლომ წელიწადნახევრის წინ თქვა, რომ ტრამპს არსებითად აქვს იმუნიტეტი. არა მხოლოდ იმ დანაშაულებისთვის, რაც უკვე ჩაიდინა, არამედ იმათთვისაც, რასაც მომავალში ჩაიდენს. ასე რომ, შენ ჩააბარე ძალაუფლება ადამიანს, რომელსაც არ აქვს სტრატეგია, ლოგიკა და თვითკონტროლის უნარი. აქ ისევ უბრუნდებით იმ საკითხს, სიტუაციურ ოთახს, სადაც თავრობის წევრები ისხდნენ გარშემო. მე თუ გინდა ამაზეც ვილაპარაკოთ. დავიწყოთ FBI-ის დირექტორით, რომელიც გაგიშტა. და როცა ატლანტიკმა ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა საგამოძიებო ჟურნალმა მსოფლიოში რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ის იმდენად მთვრალი იყო, რომ უკიდურეს საგანგებო სიტუაციაში FBI-ის კარის გატეხვა მოუწია, რადგან ის შიგნით სრულიად ნასვამი იყო. გესმის, რომ შენ შექმენი სიტუაცია, სადაც ის იყო FBI-ის უფროსი, პენტაგონის უფროსი. თითქმის მთელ ჯგუფს, რომელიც მან აირჩია, ალკოჰოლთან პრობლემები აქვს. არა ისეთი ალკოჰოლიზმი, როცა ბარში მეგობართან ორჭიქას სვამ, რაც არაფერს ნიშნავს, არამედ ნამდვილი ალკოჰოლიზმი. იმ აზრით, რომ ისინი სტრესის ქვეშ ვერ უნკლავდებიან იმ როლს, რომელიც დონალდ ტრამპმა მათ მიანდო. ფალატომ უჩივლა ატლანტიკს და მოითხოვა 250 მილიონი. უპასუხებ კიდევ რამდენიმე კითხვას, თუ არ დამავიცდა, თქვენი აზრით რა დროში შეძლებს თურქეთი ბირთვული იარაღის შექმნას? ალბათ უყურებენ, მაგრამ ისინი არ არიან იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რისკის ქვეშ არიან. სადაც ამბობ, რომ ვიღაცას უნდა შენი მოკლა, დააკვირდით ამას. ეს ჩრდილოეთ კორეის აკვიატება იყო, ირანის აკვიატება? იმიტომ რომ ყველა ვისაც არ ქონდა მაგალითად გედაფი, გაანადგურეს. უფრო ადვილია, გაანადგურო ის, ვისაც ბირთვული იარაღი არ აქვს. ამიტომ ეს არის აკვიატება იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ესე ვთქვათ, იციან რომ, ესე ვთქვათ, საზღვარზე მყოფ ქვეყნებად მიიჩნევენ თავს. ან თქვენ როგორც გინდათ ისე დაარქვით. და ამიტომაც სულთ დაცვა. ეს კითხვა შენთვისაა, დანიელე, მართალია ტრამპისა და დან კეინის დაპირისპირების ამბავი? დაპირისპირება. დან კეინის წინააღმდეგ. ვერ გავიგონე. ნო. არ ვიცი პასუხი. არ ვიცი პასუხი. მართლა არ ვიცი. არ ვიცი პასუხი. შემიძლია მხოლოდ ერთი რამ დავამატო ბირთვული იარაღებზე. ვინ ადევნებდა თვალს პარაბელებს? მეორე დღეს, როცა ტრამპი ხელახლა აირჩიეს, მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინვე ვთქვით, რომ პირველი ორი ქვეყანა, რომლებიც ბირთვულ გადაიარაღებაზე იფიქრებდნენ, იქნებოდნენ სამხრეთ კორეა და იაპონია. ისინი ზუსტად ამ გზაზე დგანან. სიაში შვედეთს და პოლონეთსაც დავამატებდი. პოლონეთმა უფრო მასპინძლობა შესთავაზა, შვიდრე თავად შექმნა. ანუ როგორც ითქვიან, დიახ, ჩვენს გვინდა ვიყოთ მასპინძლები, თუ ვინმეს არ უნდა, ჩვენ გვინდა. პაოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და თუ ტრამპი სიტყვას შეასრულებს, აქ 97 ადამიანი რიგშია, ხვალ პრაქტიკულად თავიდან დაიწყებენ. მას შენი აზრით, რა იქნებოდა მინიმალური და მაქსიმალური სცენარი? რადგან თუ ენერგეტიკულ სისტემას გაანადგურებენ, ვიცით რა მოუვა სპარსეთის ყურის მონარქიებს და იქ უკვე გლობალური კატასტროფა იქნება. მას შენი აზრით, ეხლა რას შეიძლება შეეცადონ, როცა ეს ულტიმატუმი იცურება?
მადლობა. საინტერესოა, რომ ეს ერთ-ერთი იმ იშვიათი ომებიდანაა, რომელიც სამხედრო გზით ვერ მოგვარდება. ეს სიახლეა, რადგან ჩვეულებრივ ომში ფიზიკურად ამარცხებ მოწინააღმდეგის სამხედრო ძალას. და ეს ომების ისტორიაში იშვიათად ხდება. ეს ომია, რომელიც იწყება ისე, რომ სამხედრო ძალას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ახერხებს გამარჯვებას. ანუ ირანი ვერ ახერხებს ისრაელზე გამარჯვებას, არც კი ცდილობს ამას იმ ამერიკელთან. მაგრამ ყველაზე სერიოზული ისაა, რომ შეერთებულ შტატებსაც არ გამოსდით ირანზე სამხედრო გამარჯვება, არც გამოუვათ. რატო ვამბობ ამას წინასწარ? იმიტომ რომ თუ სამხედრო ძალით ომის მიზანს ვერ აღწევ, თქვათ რომ ამ დროს საერთოდ გაგაგიჩნდა აზრი რა შეიძლება იყოს ომის მიზანი, თუნდაც მართლა რეჟიმის შეცვლა იყოს მიზანი, ნება მომეცით. აქ მცირე შენიშვნა გავაკეთო, რეჟიმის შეცვლა, რომელიც ირანს ისევ შეერთებული შტატების გავლენის ქვეშ დააბრუნებდა. და ამით ახლო აღმოსავლეთის კვადრანტის განტოლებას გადაჭრიდა. შეერთებული შტატების სასარგებლოდ, ჩინეთის საზიანოდ და ნაწილობრივ რუსეთის საზიანოდ. პატარა დამატება ამ საუბარს. ირანი, რომელიც დააბრუნდა. ხელახლა დამშვიდობებული ირანი შესაძლოა ისევ რეზა ფეხლავის დინასტიის ხელმძღვანელობით ძალიან მეგობრულია შეერთებულ შტატებთან, რაც ტოვებდა ღია საკითხს ისრაელიანებთან მიმართებაში, რომლებიც ითხოვდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ თქვენი უახლოესი მეგობრები ვიყავით. ეხლა თუ ესენი უკვე თქვენი მეგობრები არიან, ჩვენ ვინ ვართ? მაგრამ დავანებოთ ამას თავი, დავხუროთ ეს თემა. ეს ომი სამხედრო გზით არ წყდება. შეიძლება შეწყდეს დიპლომატიური გზით, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ სუპერსახელმწიფომ აღიაროს თავისი სუპერსახელმწიფოს სტატუსის დაკარგვა. და შეუძლებელია შეერთებულ შტატებს, თუნდაც ტრამპის მმართველობის დროს, სთხოვო თვითგანადგურება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სისუსტის მტკიცებულებები ყველას თვალწინაა, ისინი ყველას თვალწინაა, რადგან ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელსაც არ შეუძლია გამოხატოს სახმელეთო ომის ძალა, რადგან ამერიკის არმია ამას არ თვლობს. ამერიკული სამხედრო ძალის ნარჩენი პროპორცია. ამერიკული სამხედრო ძალის ნარჩენი ნაწილი მის საზღვაო ფლოტსა და საჰაერო ძალებშია. და მის შესაძლებლობაში აკონტროლოს კოსმოსი და კიბერქსელები. ჯარი საბოლოო ჯამში არ არის ამერიკული სამხედრო ძალის მთავარი მიზეზი. ამ ფეატში მას ამის გამოხატვა არ შეუძლია. სცადა საჰაერო ძალის გამოხატვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სცადა საზღვაო ძალის გამოხატვაც და არაფერი გამოუვიდა. რადგან საზღვაო ძალები ძალიან შორს არიან ირანის სანაპიროებთან მისასვლელად. მარტივი მიზეზის გამო, არა მორიდებულობის გამო, არამედ იმიტომ, რომ არსებობს სერიოზული რისკი, დღეს ისვრი, ხვალაც ისვრი, მეოთხე დღეს კი შეიძლება იღბლიანი რაკეტა პირდაპირ ფორდის მთავარ გემბანზე მოხვდეს და სერიოზულ პრობლემაში ჩაგაგდოს. თუ არა წყალქვეშ, მაშინ ბირთვული ავიამზიდი. ესეც ცალკე საუბრის თემაა. ასე რომ სამხედრო გზით ამას ვერ მიაღწევ. თუ არ გინდა და არ შეგიძლია დიპლომატიურ გზებს მიმართო, ერთადერთი რაც დაგრჩენია დროის გაწელვა. ისევ დაცვაში ვდგავართ. მე შენ დადმოგცემ, შენ მე გადმომცემ, ნახევარ მინდოს არ ყვეთავთ, მე გოლს არ გაგიტანთ, ვცდილობთ კიდევ ერთი არ გაუშვათ. მეტაფორის გარეშე რა ვთქვათ, კიდევ ერთხელ ბომბავთ, ესე. და ვნახოთ იქნებ ცოტა დათმობაზე წამოვიდნენ. უკვე იცი რომ როცა აფრინდები, იმ ხარეს ყოფები დათმობაზე წამოვლენ და მათაც უკვე იციან რომ არ წამოვლენ, მაგრამ ამით დროს ვიგებთ. ეს ეტაპია. ასე რომ თუ უნდა ვილაპარაკოთ ეს 15 დღე ტექნიკურად ამერიკულმა სააერო ძალებმა გამოიყენეს იმისთვის, რომ პილოტებს დაესვენათ, უკეთესი დაგეგმვა გაეკეთებინათ, თვითმფრინავებისთვის მომსახურებარება ჩაეტარებინათ, ნაწილები შეეცვალათ, ცოტა რამ მოეწესრიგებინათ. პაუზა, რასაც ტერმინებში ოპერაციულ პაუზას უწოდებენ. ოპერაციული პაუზა ორ ოპერაციულ ციკლს შორისაა. ალბათ ამ პაუზის დასრულების შემდეგ, რაც ზავი არ არის, იწყება ახალი ოპერაციული ციკლი. მართლა გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ის არ დაარტყამს იმ მიზნებს, რომლებიც შენ დაასახელე, ანუ არ დაარტყამს ირანის სასიცოცხლო ელემენტებს. სადღაც მგონია, რომ რომელიღაცა მტვრიან საერთაშორისო სამართლის სახელმძღვანელოში წერია, რომ ეს არ შეიძლება.
მაგრამ რასიზა ვინ შეამჩნევს თუ სამოქალაქო მოსახლეობას კლავ თუ ხიდებს ანგრევ თუ კაშხლებს ანადგურავ თუ მთელ პროვინციებს ტბორავ თუ საავადმყოფოებს ბომბავ მაგრამ მოდი ვთქვათ რომ ეს არ შეიძლება მაგრამ როგორც შენ კარგად თქვი არსებობს არა რისკი არამედ თითქმის სრული დარწმუნებულობა რომ ასეთი ქმედების შემთხვევაში ბოდიში გამეორებისთვის ირანელები მიმართავენ ანალოგიური ობიექტების დარტყმას სპარსეთის ყურეში სადაც ყურის ქვეყნებს არ აქვთ ირანის სტრატეგიული სიღრმე. სტრატეგიული სიღრმის არარსებობის შემთხვევაში, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, სადმიდიან ისინი. სადმიდიან იმ ხარის მოსახლეობა, როცა აღარ აქვთ წყალი, აღარ აქვთ ელექტროენერგია, აღარაფერი აქვთ, იქ მხოლოდ უდაბნოა და ჩრდილში 47 გრადუსია. ანუ ერთი კვირის განმავლობაში უნდა წახვიდე იქიდან, რადგან იქ ვერ გადარჩები. მადლობთ. ისრაელს ორი ნავთობსაწმენდი ქარხანა აქვს, ორი გადამამუშავებელი ობიექტი. თუ მართლა დაიწყებენ მათზე შეტევას ამ საკითხში, სად აიღებს ისრაელი დიზელს, სად აიღებს სხვა საჭირო ნივთებს, ისრაელს არ აქვს სტრატეგიული სიღრმე. ანუ ის პატარაა, უკიდურესად პატარაა. ამიტომ თუ ომი იმ დონეზე გადავა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები ძალიან მომზადებული და ძლიერი არიან, ისინი მაინც პატარა და კონცენტრირებული ქვეყნიდან მოდიან, რომელსაც აქვს განსაზღვრული რაოდენობის გამტკნარებელი და სამრეწველო ობიექტები. ეს ობიექტები ლეგიტიმურ სამიზნეებად იქცევა. ასე რომ ეს მეორე ოპერაციული მანდატი, თუ მართლა სურთ ნამდვილი მოლაპარაკებების დაწყება, შეიძლება ისევ დაბომბონ უკვე დაბომბილი ობიექტები. ან დაბომბეს და გაანადგურეს სამხედრო ყაზარმა, კიდევ ერთხელ გაანადგურებენ, ანუ უარესზე უარეს სამატებენ. მაშინ შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ დროს ვიგებ, სერიოზულ ზიანს აღარ გაყენებ. რათა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა სხვა არხის პოვნას, რადგან შეიძლება 15 დღეში ეს ვერ მოვახერხეთ. პაოლო, შეიძლება ეს ბალეტი დროის მოგების მცდელობა იყო ერთი ან მეორე მხრიდან, რომ მომზადებული იყვნენ მეორე ტაურისთვის, კარგად იცოდნენ, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლებოდა, დიახ. მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ომები ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს. ანუ ვერ გააგრძელებ ასე უსასრულოდ. წარმოიდგინეთ ნებისმიერი თამაშის მატჩი. არის პირველი ტაიმი, არის შესვენება, არის მეორე ტაიმი, მაგრამ ბოლოს მაშინაც კი როცა ბავშვები ვიყავით, ვამბობდით, ვინც პირველი გაიტანს 10 გოლს, მერე ახალ თამაშს ვიწყებთ. მაგრამ მართლა არსებობს წესი, რომელიც შეჯიბრების დასასრულს განსაზღვრავს. არ ვიცი. სულად გეთახმები, პაოლო. გავიხსენოთ რუსები 5 წლის პერსპექტივაში. კარგი, მაგრამ ეს 5 საუკუნე არ იქნება. არა. ეს არ იქნება 5. საუკუნე. ნებისმიერი საღად მოაზროვნე რუსი და საღად მოაზროვნე უკრაინელი იცის, რომ მომდევნო 25 წელს დონბასისთვის ბრძოლაში არ გაატარებს. 5 წელი, 6 წელი, 7 წელი. იმიტომ რომ ამის საშუალება აქვს ტერიტორიული უცხოთობის გამო, იმის გამო, რომ ეს ძირითადად სახმელეთო და დრონების ომია, იმიტომ რომ ერთ მხარეს 140 მილიონია, მეორე მხარეს კი 30 მილიონი. ანუ მათ აქვთ მიზეზები, რის გამოც ომი შეიძლება 5 წელი გაგრძელდეს. მაგრამ თუ თქვენ აიღებთ იმ ომის პარამეტრებს და გადაიტანთ ისრაელზე და ეთქვით, ეს გელის მომდევნო 5 წლის განმავლობაში მე ველოდები შიდა აჯანყებას ისრაელში, ისრაელის მოსახლეობის დიდ გაქცევას სხვა ქვეყნებში, რადგან ვერ შეძლებ, ვერ გაუძლებ, არ გაქვს მასშტაბები ამის გასაკეთებლად. ხოლო ირანს აქვს ეს შესაძლებლობა. ამიტომ ომი შეიძლება კიდევ გაბრძოლდეს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ წერტილამდე. შესაძლოა ეხლა 15 დღიანი ზავი ცოტა იყო, რო ეთქვათ, მოდი 3 კვირით გავაკეთოთ ზავი, შეიძლება ეხლა სროლასაც აირიდებდნენ თავით. უნდა ვნახოთ, რის დაბომბოს დაიწყებენ ხვალიდან ან ზეგიდან. თუ ისევ დაიწყებენ ძლიერ დარტყმებს და ამით ირანელებსაც მისცემენ იგივე შესაძლებლობას, მასშტაბი გაიზრდება, სხვა პლანეტაზე გადავდივართ. საუბარია მსოფლიო მიწოდების კრიზისზე, რომელიც გაგრძელდება არაერთ 6 თვიან პერიოდს, თუ არა წლებს. ამ ეტაპზე უნდა ჩაერიოს ინდოეთი, უნდა ჩაერიოს ჩინეთი, უნდა ჩაერიოს ევროპა, როგორც ევროპა. ყველა ვინც შიმშილით კვდება, რადგან ჰორმუზიდან აღარ გადის არაფერი. საკითხი აღარ არის ირანელები და ამერიკელები, არამედ ვიღაც შეარსენებს, ვისაც ეს ეხება, რომ უნდა შეწყვიტოთ არეულობის მოწყობა. რადგან ჩვენც უნდა ვიცხოვროთ, იაპონიაშიც უნდა ვიცხოვროთ, ასე ვთქვათ, ან ინდონეზიაში. შეიძლება ირანმა იცის, რომ ბევრი ზიანი მიიღო, რადგან მართლა ბევრი ზიანი მიიღო. ამიტომ ამბობს, თუ მე დავეცემი, ჯობია სხვებიც ჩავიყოლო ამ დაცემაში.
რომ შემდეგ რეგიონულ დონეზე ისინი დაეცემიან, მეც დავეცემი, მაგრამ ასე სუსტად აღარ ვიქნები. ეს პირდაპირ ეთერებში არაერთხელ გვიჩვენებია, ამიტომ აღარ მინდა გავიმეორო, მაგრამ სტრატეგიული დამოკიდებულებები ზოგიერთი დიდი ელექტროსადგურისა და გამტკრარებელი დანადგარების პრაქტიკულად ყველა სპარსეთის ყურის ქვეყანაში სწორედ ის მთავარი ბერკეტია, რითაც ირანს შეუძლია ისინი ჩვენთან ერთად უფსკრულში ჩაითრიოს. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ჩვენ პირველებმა არ დაგვიტამს თქვენთვის. შეიძლება თქვას, რომ თქვენ რომ ამ იდიოტების მეგობრები არ ყოფილიყავით, დღეს ყველა ზღვაზე იქნებოდით და მილიარდებს აკეთებდით, მაგრამ შეცდომა დაუშვით. მეგობრობა, თქვენ დაუკავშირდით ვიღაცას, ვინც არ დაგიცვათ და არც ეხლა გიცავთ და არც გიფრთხილდებათ. არ აინტერესებს ის ფაქტი, რომ თქვენ იქნებით პირველები, ვინც მათ მიერ არჩეული მიზნების გამო გადაიხდით ფასს. ეს არანაკლებ საშიში რამე არის. რადგან საბოლოოდ შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, სადაც სპარსეთის ყურის ნახევარი ირანელებთან ალიანსში შევა, სასოწარკვეთილებით. ან ვიღაცასთან, ვინც ირანელებს უჭერს ხარს, მაგალითად ჩინეთთან. უკვე ეს ამბავი ნელ-ნელა რეალობად იქცევა. ქვემოთ უკვე შეიმჩნევა სპარსეთის ყურის ქვეყნების გარკვეული დაახლოება არა შეერთებულ შტატებთან, არამედ ჩინეთთან. დიახ, ბევრს აინტერესებს ხო არ არის ის ბაზები, რომლებიც იქ მათ დასაცავად იყო განთავსებული, მათი ჩათრევის მიზეზი. ეს კითხვა ჩვენც უნდა დავსვათ. ანუ ამ ახალ სცენარებში ამერიკელების ყოფნა პრობლემაა. ტრამპი როგორც ჩანს ესეთად იქცევა. რამდენიმე კითხვასაც უპასუხებ და შემდეგ დანიელესთვისაც მაქვს რაღაცები. ხშირად მესმის, რომ ისტორიაში არც ერთი ომი არ მოუგიათ მხოლოდ საჰაერო კამპანიებით. არავინ იხსენებს იაპონიას. ამასთან აქ არის ერთი შეცდომა. იაპონია იყო სახმელეთო კამპანია, საჰაერო საზღვაო კამპანია. საჰაერო ნაწილი არც კი იყო მთავარი ნაწილი, ის რაც აბსოლუტურად გაანადგურა იაპონიის საწარმოო შესაძლებლობები, იყო წყალქვეშა ნავები, რომლებმაც გაანადგურეს იაპონიის სავაჭრო ფლოტის ძირითადი ნაწილი, რომელიც ომამდე არც რაოდენობით და არც ტონაჟით არ იყო გამორჩეული და არ ჰქონდა დიდი აღდგენის შესაძლებლობა. ამიტომ ბევრი ფაქტორია შუაში. თუ მხოლოდ ამერიკულ საჰაერო კამპანიას დაუპირისპირებთ იაპონიას, ჯერ კიდევ მანამდე სანამ იაპონიამდე მიაღწევდნენ, იყო დულითლის პატარა რეიდი, რომელიც უფრო პერლ-ჰარბორის შურისძიებისთვის ჩატარდა. ჯერ სხვა ტერიტორიები უნდა დაეკავებინათ, რომ არა ოკინავა, ტარავა, ივოჯიმა, გუადალკანალი, პელელიუ და ასე შემდეგ. ბაყაყის ნახტომის სტრატეგია იყო ყველა კუნძულის იმ კუნძულების დაკავება, რომლებიც ბაზის ფუნქციას ასრულებდნენ, შემდეგ სხვა კუნძულების დაკავება, რათა მიახლოებოდნენ იაპონიის მთავარ ტერიტორიას. არის სახმელეთო ომის ნაწილი, ისეთ ადგილას, სადაც მიწა ძალიან ცოტაა, ომი წყნარ ოკეანეში მიმდინარეობდა, მაგრამ მიწა ძალიან ცოტა იყო. მაგრამ მავიწყდება, ვინ იყო ამერიკელი საჰაერო ძალების გენერალი. მაგრამ მისი იდეა იყო ოკინავა გადაექცია გიგანტურ აეროპორტად. და ფაქტობრივად ყველა 4-ძრავიანი ბომბდამშენი ინგლისიდან და ევროპიდან იქ გადაეყვანა. მას გამოთვლილი ჰქონდა, უნდა გაეკეთებინა დაახლოებით 1500 რეიდი, 1500 ბომბდამშენით დღეში 3-ჯერ. ეს იყო იაპონიის განადგურების გეგმა, შემდეგ რა თქმა უნდა ატომური ბომბები გამოჩნდა. კითხვა მორისთვის. არსებობს თუ არა კავშირები BlackRock-ის პრეზიდენტს ბიარის შეძენას, პორტის უფლებების შეძენას ჰონგ-კონგშიც და ტრამპს შორის, რომელიც მას ფედერალური რეზერვის თავმჯდომარედ სთავაზობს. რადგან უცნაური მოძრაობებიც არის. სხვათაშორის რომ უპასუხო, მე ვაგვირდები ჩატს, სანამ უყურებთ, არის ეს შეხვედრა სპეციალური წარმომადგენელი ვიტკოფი და გენერალური მრჩეველი პრეზიდენტის ჯარედ კუშნერი კამერებმა თეთრი სახლის შესასვლელის გარეთ დააფიქსირეს. არის ასევე რუბიო, ასევე თავდაცვის მდივანი ჰექსეტი, ისიც შენობაში შესვლისას შენიშნეს. რუბიოს მსგავსად ამ წუთას პრაქტიკულად მიმდინარეობს შეხვედრა. მადლობა. მადლობა ყველას. დაითვალისწინეთ, რომ იტალიასთან შედარებით აქ 6 საათით ნაკლებია. ასე რომ ოპერაცია აშკარად შეჩერებულია. აშკარაა, რომ შეხვედრა იმისთვის ტარდება, რომ გადაწყვიტონ როგორ იმოქმედოთ. მაგრამ ჩვენ უნდა დავჩეთ იმ მოსაზრებებზე, რასაც თქვენ ამბობთ. ანუ ორივე მხარეს აქვს მიზნები, რომლებიც სრულიად საპირისპიროა. ჩემი აზრით, ირანი ვერ დაეცემა შეკავების გარკვეულ დონეზე ქვემო. იმ აზრით, რომ თუ ირანი
იმ დეიტერენციას რა ჯერ კიდევ აქვს, დათმობს, ერთი წამის შემდეგო ყველაფერი დასრულდება მისთვის. იმიტომ რომ ამ ქვეყნების მთელი ისტორია, თქვენ ახსენეთ გედაფი. იმ მომენტში, როცა გედაფი ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღისგან დათავისუფლდა, ყველაფერი დასრულდა მისთვის. სამწუხაროდ. გამოცდილება ჩრდილოეთ კორეას ასწავლის, რომელიც ხელახლა იარაღდება, რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის გადარჩენის ერთადერთი გზა ბირთვული შეკავების გაძვიერება, მაშ აშკარაა რომ ირანი. შეგახსენებთ რომ 6 კვირის წინ, 6-7 კვირის წინ ჟენევაში ბრიტანული დაზვერვის მიხედვით ირანელები გარკვეულ საკითხებზე დათმობაზე მიდიოდნენ. ისინი დათმობაზე მიდიოდნენ. ვითკო კუჩნერის დუეტთან ერთად. და იმ მომენტში, როცა ისინი დათმობაზე მიდიოდნენ, უიტკოკ მე სულ ვეშლები. უიტკოკ კუჩნერი. იმ მომენტში, როცა ისინი ნაწილობრივ კომპრომისზე მიდიოდნენ, ტრამპმა მათ შეუტია. მაშ შენ უნდა მითხრა. რამდენადაც არ უნდა გესიმპათიურებოდეს მოწინააღმდეგე მხარე. მოწინააღმდეგე მხარე როგორ უნდა ენდოს ამერიკელ მოლაპარაკეს. არ მგონია რომ აქ რაიმე განზრახვა იყოს. ვიმეორებ, ჩემი აზრით აქ უზარმაზარი დაბნეულობაა. დაგამახვილებ ყურადღებას ერთ რამეზე. როცა იანვარში 100 მილიარდი ირანელი ქუჩაში იყო გამოსული და სამართლინო რეჟიმს აპროტესტებდა, დონალდ ტრამპი ამბობდა, იყავით მშვიდად. ჩვენ მოვდივართ რომ გადაგარჩინოთ. თუ ამ განცხადებას იმ ფაქტს დაუკავშირებთ, რომ დეკემბერში ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის ხალხს მიმართა ფარსის ენაზე და უთხრა, აჯანყდით რეჟიმის წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ტრამპი ნამდვილად იყო დარწმუნებული, რომ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობა არსებობდა. თხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უკვე 6 კვირაა იქ 50,000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. გარდა ხარჯებისა, საბრძოლო მასალის გამოყენება, ხო ნახეთ, რომ პენტაგონში რამდენიმე დღეა ამაზე განგაშია. იმ აზრით, რომ საბრძოლო მასალაც ამოწურვადი რესურსია. ანუ ვერ გამოიყენებ იმაზე მეც, ვიდრე აწარმოეთ. ამას ბავშვიც კი მიხვდება. მაგრამ აშკარად შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ეს კონცეფცია ძალიან ნათელი არ არის. მაგრამ ასევე დათვლილია გენერალო რამდენი ტომაჰავკი იქნა გამოყენებული. და ასევე დაახლოებით ცნობილია რამდენია. ომები ისე არ მთავრდება, როგორც ვინმე სუქს. მათ იმიტომ ამთავრებენ, რომ ფული მთავრდება, იარაღი მთავრდება, საბრძოლო უნარი მთავრდება. არა საბრძოლო სურვილი, არამედ საბრძოლო უნარი. საბრძოლო უნარი ამერიკელებისაც ძალიან შემცირდა. ფედერალური რეზერვის საკითხზე ერთადერთი რაც შემიძლია თქვა ესა, რომ პირველი მოსმენა, რომელიც დღეს კონგრესში გაიმართა, ძალიან საინტერესოა. რადგან ფედის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც თეორიულად უნდა დაეთანხმოს ტრამპს საპროცენტო განაკვეთების დაწევაში, ამ ომის პირობებში, რაც სამწუხაროდ გენერალ კაპიტინის ამ საკითხში მართალია, ომი არა მხოლოდ ამ მთავრდება, არამედ თუ ხვალდილით ესენი ისევ გააქტიურდებიან, მდგომარეობა უარესდება, შესაბამისად ინფლაცია კიდევ უფრო იზრდება ენერგიის ღირებულებაც, იზრდება ტრამპის რისკი, რომ წააგოს შუალედური არჩევნები, იზრდება ტრამპისა და მისი გუნდის რისკი, რომ მესამე იმპიჩმენტით სასამართლოს წინაშე აღმოჩნდნენ. ვიღაცა შეიძლება ციხეშიც მოუწიოს წასვლა. იმიტომ რომ ნახეთ, ამერიკული სისტემა იმდენად გამკაცრდა, რომ ტრამპი უკვე 10 წელი ამბობს, ციხეში ობამა, ციხეში კლინტონი, ციხეში ბაიდენის შვილი, მაგრამ ნუ ფიქრობთ, რომ მეორე მხარეს ანგელოზები არიან, იქ ანგელოზები არიან, ზები არ არიან. დემოკრატები ზეწოლის ქვეშ არიან. არ არის ისე, რომ დემოკრატები კარგები არიან და რესპუბლიკელები ცუდები. ყველა ამბობს. ამჯერად ანგარიში გაუსწოროთ. ფედერალურ რეზერვზე, რატო არის ეს საინტერესო? იმიტომ რომ ეს კანდიდატი ფაქტობრივად არ ექნება შესაძლებლობა გააკეთოს ის, რაც ტრამპს სურდა, რომ პაუელმა ფედერალური რეზერვის ამჟამინდელმა გუბერნატორმა გაეკეთებინა.
ეს გამოიწვევს კიდევ ერთ კრიზისს. ანუ მაისის შუა რიცხვებში ფულის ღირებულების საკითხზე ახალი ფრონტი გაიხსნება. ფულის ღირებულება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ეხება, ეს თელ მსოფლიოს ეხება. დოლარი არის მსოფლიო მიუხედავად შეზღუდვებისა და ფულის შემცირების ის მაინც მსოფლიო რჩება. სპორტებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ შეთანხმებებზე როგორც ჩანს შესაძლებელია კომპრომისი, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან საწყის ეტაპზე ვართ. მაშინ სანამ გადავიდეთ, რადგან კიდე ბევრი სხვა საკითხია, მე უნდა გადავუხადო მადლობა სპონსორს. ლინკს ჩატში მაშინვე იპოვით, რა თქმა უნდა, რომელიც არავინ სხვა თუ არა ინკონი. ფიქრობ თქვენც როგორც მე, older ირებთ spam წერილებს, სერვისებს, რომელთა მოთხოვნაც არც კი გახსოვთ. აი იცოდეთ, რომ თუ თქვენთან კონტაქტობენ, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ სიაში აღმოჩნდით. ასე რომ პრაქტიკულად როცა საიტებზე რეგისტრირდებით, განსაკუთრებით უფასოებზე, დაიმახსოვრეთ, რომ თუ რამე უფასოა, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი თქვენ ხართ. აი რა არის ინკონი? ეს არის სერვისი, რომელიც პრაქტიკულად თქვენს პერსონალურ მონაცემებს აშორებს. ელფოსტას, ტელეფონის ნომერს, მაგრამ ასევე პირად მონაცემებსაც. ისინი პრაქტიკულად სხვადასხვა მონაცემთა ბროკერებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს და იღებენ პასუხისგებლობას, რომ თქვენი მონაცემები წაშალა. ამიტომ ეს ძალიან გამოსადეგია, რადგან თქვენ წაიშლებით და გაქვთ შესაძლებლობა, რომ გაქრეთ. აღარ მიიღებთ ესეთ ელფოსტებს, მცირდება ფიშინგის ელფოსტების რაოდენობა, მცირდება შემომავალი ზარები და ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამცირებს მავნე აქტივობებს, მათ შორის თაღლითობებსა და მიზანმიმართულ შეტევებს, ესეთ რაღაცებს. ინკონი სხვა მონაცემთა ბროკერებისგან განსხვავებით არ კიდის თქვენ მონაცემებს. იხდით ცოტას, ძალიან ცოტას, უпростоრად თითქმის არაფერს. რადგან თუ ჩემს კოდს დამოიყენებთ, მიიღებთ 60%-იან ფასდაკლებას. ლინკს ნახავთ აღწერაში, ჩატში, გამოკვეთილ კომენტარში და ამასთან ერთად მხარს უჭერთ არხს. დაიმახსოვრეთ, თუ ვერ გიპოვიან, ვერ შეგაწუხებენ, ასე რომ ინკონი არის თქვენი და ჩემი პრობლემების გადაწყვეტა. მე ვიყენებ მას, გამოვიყენე ჩემს ნომერზე, ჩემს ელფოსტებზე, ასევე ჩემი ცოლისებზეც და გულახდილად რო გითხრათ, დაახლოებით 1 თვისა და ნახევრის შემდეგ აღარ მიმიღია არც ერთი ზარი. მნიშვნელოვანი კითხვა დანიელ ემოროსთვის, რადგანაც ტრამპს ეს აურზაური არ ყოფნის, მან კიდევ ეს შესანიშნავი მარგალიტიც დაამატა. არსებობს ცნობები, რომ პენტაგონი ამზადებს სამხედრო მოქმედებებს კუბაში. ეს ცნობები მართალია. კუბას შემდეგია? კაკი ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაჩაზრა სამხედრო მოქმედებას. შეიძლება ეს იყოს ვენესუელა ან ირანი? დიახ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს სამხედრო მოქმედებას. ფაქტობრივად, მან ისევ წამოჭრა კუბის თემა, როგორც რამდენიმე დღის წინ. ანუ ღია წყაროები ამბობენ, რომ კუბასთან დაკავშირებით ამერიკელების უცნაური გადაადგილებებია და მან პირდაპირ კითხვაზე, არის თუ არა მოქმედებები კუბაზე, უპასუხა. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განსაზღვრავს სამხედრო მოქმედებას, რაც დაახლოებით იგივე სისულელია, რაც ვენესუელაზე ვთქვი. აი შენ თუ იცი, არის რამე, რაც ამ მიმართულებით ხდება, რადგან ყველაფერი რუბიოს გარშემო წტრიალებდა. აბსოლუტურად კი. კუბა ტრამპისთვის ერთგვარი პატარა ვენესუელა. იმგაგებით, რომ ის იმ არეალშია, რომელიც მან გადაწყვიტა. ამიტომ ამერიკა ძირითადად ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა მისი ექსკლუზიური კომპეტენციის სფეროა. კუბა არის რეჟიმი, რომელსაც ადვილად შეიძლება შეუტიო. ის არ წარმოადგენს ტერორისტულ საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის. უბრალოდ ისტორიული ტკივილია ყველა ამერიკული ადმინისტრაციისთვის. ჯონ კენედიდან მოყოლებული დემოკრატები და რესპუბლიკელები, კასტროს სისტემა, რომელიც მაშინ კომუნისტური იყო, ეხლა კი პოსტკასტრულია, ასე მიიჩნევენ. კუბაზე დღემდე დიქტატურა. ეს მაინც პრობლემაა, მაგრამ არა საფრთხე. ჩემი აზრით, კუბას ის შეიძლება არჩევნებამდე რამდენიმე კვირით შეინახავს, რადგან მარტივად იგებს, ასე ვთქვათ, კუბის მართვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ვენესუელის, მაგალითად. ვენესუელა, სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ტრამპი ოპერაცია, რომელიც ჩაატარა, ახერხებს მის მართვას. იმ აზრით, რომ რეჟიმი გუშინ Financial Times-ში გამოქვეყნდა გამოძიება,
სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ ვენესუელის რეჟიმი რეალურად კაპიტალიზმის თითქმის ყველა ეკონომიკურ მოთხოვნაზე დათმობაზე მიდის. ამერიკული კაპიტალიზმი და კუბასთანაც მსგავსი მოლაპარაკება, ანუ ამერიკელები ეუბნებიან კუბას. თუ გახსნით რეჟიმს, გაათავისუფლეთ რამდენიმე დისიდენტს, უბრალოდ იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ადამიანის უფლებებისთვის ვართ და ასე შემდეგ, ეს უფრო ფორმალურად. მაგრამ გაჩნდა კიდევ ერთი პრობლემა. მილიონობით ამერიკის მოქალაქეა კუბური წარმოშობის, რომლებმაც მაშინვე დააყენეს საკითხი. თუ რეჟიმი დაეცემა, უნდა დაგვიბრუნოთ ის ქონება, რომელიც ფიდელ კასტროს დროიდან წაგვართვით კუბაში. მაგრამ ეს მაინც მარტივი ოპერაცია, ჩემი აზრით, სამხედრო ჩარევა საჭირო არ არის. ის უკვე შიმშილობს მას. ხობთ გაითვალისწინოთ, რომ ერთადერთი ოპერაცია, რომელიც საერთო ტენდენციის საწინააღმდეგო იყო, ისაა, რაც რუსებმა შეძლეს ჩაეტარებინათ. დახმარება გაუწიეს როგორც რუსებმა, ასევე ჩინელებმა. როგორც ენერგორესურსებში, ასევე ბრინჯსა და საკვებში. კუბაში, მაგრამ აშკარაა, რომ კუბის რეჟიმს მოლაპარაკების სივრცე არ აქვს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ცნობილია, ვისთან და სად ტარდება ისინი. ჩემი აზრით, ამ საკითხში მას არ დასჭირდება მკაცრი ზომების გამოყენება, ფიქრობ. ამაზე მას შეუძლია მიაღწიოს გარკვეულ კომპრომისს. ეს გვიჩვენებს, რომ ამერიკის კონტინენტის გარეთ მისთვის ღია რჩება მთელი დანარჩენი მსოფლიო. რადგან ყველა საკითხი ჩვენ დღეს საღამოს ამაზე ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ერთი თვისა და ნახევრის წინ დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ათეულობით პოლიტიკოსი მოიწვია, რადგან უნდა აღედგინა ღაზა. ღაზა გაზეთებიდან გაქრა, მაგრამ იქვე დარჩა, ლიბანი იქვე დარჩა, უკრაინა იქვე დარჩა, ტაივანი, იგივე მდგომარეობა. ანუ ეს არის გლობალური ფრონტები იმ ძალის, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ იხოს. მსოფლიოს იმპერიის თითქმის ყველა ფრონტი ღია. გადაწყვეტის გარეშე. ეს არის, მინდა ვთქვა, ეს არ არის რეგიონული პრობლემა, ეს არის ურთიერთობა ევროკავშირთან და ეგრეთ წოდებული სურველებთან. მინდა ვთქვა, ის თავდასხმა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრმა შენმა მიმდევარმა ნახა. თავდასხმა, რომელიც დღეს მოსკოვიდან მოვიდა, ძალზე მძაფრი, იტალიის პრემიერ-მინისტრზე მიმართული თავდასხმა, ამბობს, რომ მოსკოვშიც კი გააცნობიერეს ის ფაქტი, რომ ყველაზე ნაკლებად მტრულად განწყობილი ლიდერიც კი შეიცვალა. და ეს იგრძნობა ეროვნული დემონსტრანტების მხრიდან. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბოლო დღეებში მათ მოუწიათ კურსის შეცვლა ადამიანის რასის მიმართ. ბუნებრივი მხეცი, სერტიფიცირებული იდიოტი. ჯორჯიო პუტა მელონი. ეროვნული ტელევიზია, ხო? თუ დაფიქრდებით. ეს არა მხოლოდ ის პერსონაჟია, ბევრმა იცის იტალიაში, რატომ? იმიტომ რომ იტალიურად ლაპარაკობს. იმიტომ რომ მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ვილა კომოს ტბაზე. ჩამოდის ეს პერსონაჟები, ხო? მოსკოვიდან. მას ვილა დაყადაღებული აქვს. მან იტალიური ენა ისწავლა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას. და თითქმის ყველა ამ პერსონაჟივით ძირითადად თავისი ფული დასავლეთში დააბანდა. და დღეს ეს ფული მას აქვს, ესე რომ. ამასაც მე არასდროს გაუგე, ხო გესმის? არასდროს გამიგია, ყველა ეს რუსეთის დამცველი, ხო გესმის? ეკონომიკის პროფესორებსაც კი ვხედავ, რომლებიც რუსეთს იცავენ. მაგრამ როცა ცოტა ფუქსი შოვიან, ვილას აკიშენებენ. ხიდულობენ ბენტლის, ხიდულობენ ვილას ტოსკანაში, საფრანგეთში, ესეთ ადგილებში. ისინი არ ხიდულობენ მას გადაუზიაში ან ბურიაზიაში. ვიღაცა უნგრეთში, იმიტომ რომ იცი, რამდენი დრო სჭირდება გაგაუზიაში მშენებლობის ნებართვის მიღებას. სადეთ თქვენ თვითონ ააშენოთ რამე გაგაუზიაში. ეს არ შეაფასოთ ნაკლებად ის შეტევა, რომელიც მოსკოვიდან მოვიდა.
არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ერთი თვისა და ნახევრის წინ მოსკოვიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა შეუტია რესპუბლიკის პრეზიდენტს მატარელას. ყურადღება მიაქციეთ, მართალია, რომ იტალია საშუალო ქვეყანა, საშუალო ძალა, მაგრამ ის როლი, რომელსაც იტალია ასრულებს დასავლეთის შიგნით, ბევრ ქვეყანას აწუხებს. ორბანის დამარცხება არ არის 10 მილიონიანი ქვეყნის დამარცხება. სხვა დღეს მაგალითად პრორუსმა სუვერენისტებმა ბულგარეთში გაიმარჯვეს. მაგრამ არავინ შეიძლება ბულგარეთი და უნგრეთი ერთ დონეზე დააყენოს. უნგრეთს თავისი როლი ჰქონდა დაფინანსებაში, მათ შორის მაგა მოძრაობის, ამერიკულიც კი. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ვიცი რაზე ვსაუბრობ. ვაშინგტონშიც კი მივიდა კარგად ანაზღაურებული მოწვევები უნგრეთში წასასვლელად, რათა უნგრეთი შეექმნათ როგორც ერთგვარი შიდამტერი ევროკავშირში და უფრო ზოგადად დასავლურ სამყაროში. ეს რეაქციები, რომლებიც მოდის, გვიჩვენებს, რომ ci dicono che ნერვიულობა დასავლეთისა და იმისა მიმართ, რასაც ლიბერალურ სამყაროს უწოდებთ, არა მხოლოდ ვაშინგტონშია, არამედ მოსკოვშიც და პეკინშიც. რადგან პეკინი, რომელსაც ასევე აქვს შიდა პრობლემები, ირანის საკითხში ძალიან ნეგატიურ როლს ასრულებს, რადგან ის ეხმარება ირანელებს ზუსტად ისე, როგორც რუსეთი. სინამდვილეში დაპატიმრებული გემი შესაძლოა ორმაგი დანიშნულების ნივთები გადახონდა, ესე ამბობენ ამერიკელები. მინდოდა პაულოსთვის ერთი კითხვა დამესვა, მაგრამ მანამდე უგრეთზე რაღაცის თქვა მსურდა. არსებობს მთელი რეპორტაჟები უნგრეთის სოფლებზე, სადაც პრაქტიკულად რუსულად საუბრობენ. ანუ რუსებმა იქ საკუთარი საზოგადოება შექმნეს, მთელი სოფელი იყიდეს და უნგრეთი ყოველთვის გასცემდა ვიზებს, ნებართვებს შესვლისთვის, მათთვის გამარტივებული პირობები იყო. რუსები, რა თქმა უნდა, ფულს შემოაქვთ და ასე იწყებენ ევროპაში შესვლას, განსაკუთრებით ესეთ პერიოდში, როცა უნგრეთი მათთვის პირობებს ამარტივებს. ამიტომ ყოველთვის არსებობდა ასეთი დაახლოებული ურთიერთობა. სხვათაშორის იმ ცნობილი სკანდალის ფონდები, რომელშიც 3 ცნობილი ამერიკელი იუთუბერი მონაწილეობდა, რომლებიც ფულს იღებდნენ იმისთვის, რომ ეთქვათ ის, რასაც ამბობდნენ. საინტერესოა, რომ ეს ფული სლოვაკეთიდან და უნგრეთიდან გადიოდა. კალბი უნგრელი ბანკირის მეშვეობით და ასე შემდეგ. ასე რომ ყოველთვის იგივე საბანკო წრეა, იგივე ნებართვების სისტემა და ასე შემდეგ. ამიტომაც გასაგებია, რატო ქონდა მას ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა რუსებთან, მათ შორის ენერგეტიკულ საკითხებშიც. სოლოვიოვის თემას რო დაუბრუნდეთ, ის მართლა დისტანციურად იმართება, მაგრამ თუ ასეთი აგრესიული და უთიფარი შეტევით გამოდის, ეს უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ვიღაცა იტალიიდანაც აძლევს მითითებებს. ეხლა ჩვენ ვიცით, რომ იტალიის მემარჯვენეებში ცოტა არეულობაა. ამიტომ მინდოდა მეკითხა, პაოლო, შენ რას ფიქრობ ამ ამბავს? იმიტომ რომ მეეჭვება სოლოვიოვი დილით ადგეს და თქვას დღეს რის დავესხათავს და დაიწყოს მელონისზე აგრესიული შეტევა. ცხადია, რომ მელონის მთავრობა მაინც ძალიან ახლოს იყო, სულ მცირე ფორმალური თვალსაზრისით ზელენსკისთან და მან შეინარჩუნა ეს ხაზი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯგუფის წევრები, პანდაჩი, სალვინი და სხვები წინააღმდეგი იყვნენ. ეს ცოტა უცნაურია. რაღაც საერთოდ არ გეჩვენება, პაულო? დიახ, სანამ პასუხს გავცემ, ეს მხოლოდ აზრია მაინც. მახსოვს უნგრეთში ამ დროს, როცა ყველა სახლშია, მოსახლეობა 9 მილიონი ნახევარია, ლომბარდიაში კი 10 მილიონი ნახევარია მილიონით მეტია ვიდრე უნგრეთში. მხოლოდ ლომბარდიაში. რატომ ასე? იმიტომ რომ რიცხვებს თავისი მნიშვნელობა აქვს. ის რაც დღეს რუსულმა ტელევიზიამ გააკეთა ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს კონკრეტული მნიშვნელობა, რომელსაც თვითონაც კი არ აღიარებს, გულისხმობ იტალიას, მაგრამ მას ნამდვილად აქვს. იტალიას აქვს გარკვეული ტონის ეკონომიკური წონა, გარკვეული ტონის დემოგრაფიული წონა და გეოგრაფიული მდებარეობა, რაც რუსების ინტერესების მიმართ. ასე მიმართულია ლიბიისკენ, ასე ცდილობს ახალი პლაცდარმის მოპოვებას ცენტრალურ ხმელთაშუა ზღვაში. ასე ახლოსაა ახლა ეგვიპტელებთან, ეს სხვებისას არ შეედრება. რა გვაქვს? გვაქვს ის, რომ მელონიმ ერთი კვირის წინ მიიღო ზელენსკი, მაშინვე მას შემდეგ რაც უნგრეთში მოკავშირე დაკარგა და გააკეთა რწმენის განცხადება, რომელსაც ჩვეულებრივ აკეთებს.
რადგან მელონი ყოველთვის ამბობდა, რომ იტალიის მთავრობა, იტალიის პარლამენტი უჭერენ მხარს უკრაინას. ყოველგვარი დათქმის გარეშე, იმის მიხედვით, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს არის რეალიზმის ელემენტი, რომელსაც იტალია ამატებს ევროპის ზოგად დებატებში. ისე რომ არ იგონებს რაღაცებს, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები ან პოლონეთი. იმის მიხედვით, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ჩვენ ყველაფერს გაძლევთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ ნუ გონიათ, რომ ჩვენ სახს გავკიდით, რათა დაგეხმაროთ, რადგან ამას ვერ გავაკეთებთ. მაგრამ რეალიზმის ფარგლებში იტალია ძალიან პატიოსნად იქცევა და მაგალითია დანარჩენი ევროკავშირისათვის. იტალიის აზრით ევროპაში. ივოთ რო ჩაიცვამ ძალიან არაკომფორტულია, მაგრამ მე ნელ-ნელა თუ დააკვირდებით 20 დღეში, 1 თვეში, თვენახევარში იტალიის მთავრობების მიერ წარმოდგენილი არგუმენტების დიდი ნაწილი გარკვეულწილად მიიღება, რადგან ხშირად ეს არგუმენტები savvy აზრისაა. მაშინ რატო გვიტარებენ ასე მკაცრად? ეხლა უკვე ცუდად ვფიქრობ, იქნებ იმიტომ რომ ერთ წელიწადში არჩევნები გვაქვს. ჩვენ, მაგრამ ბოდიში ტრამპთან გაწყვეტა, იმიტომ რომ ხო ესე დროს ზელენსკის იღებენ. არის გაწყვეტა ტრამპთან, იმიტომ კი მელონისთვისაც ტრამპი არ. არაფერი გაგვიწყვეტია, ტრამპმა გაგვიწყვეტა ჩვენთან. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ პაპასთან ერთად ვცხოვრობთ. ამიტომ ცუდად ვერ მოვექცევით, ეს თავაზიანობის საკითხიცაა. პავლო, წონის თვალსაზრისით, რატომ უნდა აეღო ეს მხოლოდ ჩვენზე, იტალიასთან? ჩვენ უკრაინის დახმარების მხრივ არაფერს ვნიშნავთ ფორმალური საკითხების გარდა, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრს ვნიშნავთ ევროპის აზრის ფორმირების თვალსაზრისით. და ამ ეტაპზე არჩევნებთან ერთად. აქ მე ჩემს აზრს ვამბობ, მტკიცებულებები არ მაქვს, ამიტომ ჩემსას ვამბობ, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც სხვისი, ნამდვილად ნაკლებად, როცა არჩევნებამდე 1 წელია დარჩენილი. შეასუსტონ ცენტრისტულ მემარჯვენე ბლოკის ის ნაწილი, რომელიც ასე აშკარად და ხიად დროუკრაინულია. იმ ნაწილის სასარგებლოდ, რომელიც საერთოდაც ასე ხიად პროუკრაინული არ არის და ასევე სასარგებლოდ. მემარცხენე ნაწილის ჯუზეპი, რომელიც არც ისე აღფრთოვანებულია, ამას სხვა საუბარში მალავს, იმიტომ რომ იარაღების ნაცვლად პანეტონებს ვყიდულობთ. კარგი, რა თქმა უნდა, სინამდვილეში ეს ძალიან კარგად ვიცით. რადგან თუ შევასუსტებ მარჯვენა მხარეს, რომელიც ხიად ატლანტიკური და პროუკრაინულია და ვცდილობ გავაძლიერო მარჯვენა მხარე, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ შეიძლება ისევ გამარჯვებული აღმოჩნდეს. სალვინის, ვანაჩის, კონტეს და ამ ხალხზე ვსაუბრობ. აქ ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა. უფრო მეტიც, თუ ეს თამაში გამოუვიდოდა, ისინი ორბანზე მეც იპოვიდნენ, წარმოიდგინეთ, რომ ორბანის თამაშს იტალია გააკეთებდა. როცა ერის ენის პრეზიდენტი იყო, მე სუმერევა ესენი, დესკალცი. როცა ამბობს, რომ უნდა დავიწყოთ რუსული ნავთობის ყიდვა, ის ამას როგორც სპეციალისტი ამბობს. ეს ნალის თეორია არა, პავლო. ანუ ისინი, ვინც უკიდურეს მარჯვნივარიან და დაახლოებით მარცხენაც, რომლებიც როგორც ჩანს, ერთსა და იმავე პოზიციაზე აღმოჩნდნენ. მაგრამ როცა ეს გეუბნება, ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი რუსებისგან გაზისა და ნავთობის ყიდვაზე, იმიტომ რომ იმ მეორის, იმ ქერას კრიზისი მართლა გვაგდებს. მართლა. პირდაპირ ძირს ვეცენით. და დესკალცი სიტყვას ამბობს, აბსოლუტურად მგონია, რომ დესკალცია არ მინდა გვარი შემეშალოს. ის რეალურად ტექნიკურად აყენებს ერთ-ერთ მთავარ პოსტზე ქვეყნის ენერგეტიკულ სფეროში. რა შემიძლია ვთქვა? წავიდეთ და ავიღოთ ენერგია იქ, სადაც არის, არ შემიძლია ვთქვა არა, ყველანი დავიხოცოთ, იმიტომ რომ ნორმალურია, რომ ის ამბობს მიუახლოვდეთ რუსეთს. მთავრობის პასუხი იყო, ვიფიქრებთ, შეიძლება ისევ ჩავთოთ ნახშირის ელექტროსადგურები, გამოვრთოთ შუქი. მათ არ უთქვამთ, დიახ, ეხლა ვნახავთ. ამიტომ ყველანი ერთად დააღემეთ იდეა, რომ შეიძლება იტალიის მთლიანად შერბილება მოხდეს. რომ ეს არ არის უნგრეთი, რომ ეს არ არის 9 მილიონი მოსახლე, რომ ეს არ არის უნგრეთის ეკონომიკა, რომ იტალიას აქვს 2.5-ჯერ მეტი ეკონომიკა ვიდრე ესპანეთს. ასე რომ უბრალოდ რო ვთქვათ, მინდოდა ერთი რამ პოლიტიკურ თვალსაზრისით მეთქვა, ანუ ვანაჩომ გააკეთა მოხერხებული მანევრი იმ მომენტში, როცა შენ ყავს მემარჯვენე, რომელსაც მეთაურობს მელონი, რომელიც ძალიან ატლანტისტი გახდა, სულ მცირე, გარეგნულად მაინც, ის ზელენსკისთან ერთად დეფილეებს აწყობს და აღარ იკავებს იმ საკითხებს, რომლებიც ადრე მათი თემები იყო, როგორიცაა იმიგრაცია და შიდა უსაფრთხოება. ნახე, მემარჯვენესთვის
მისი მიზიდვა ისტორიული მემარჯვენისთვის ის ძლიერ ანტიატლანტისტურია. ანუ ეჩვევები იტალიის ნატოდან გასვლაზე, როგორც ამბობდნენ ისინი, ცითელბროწეული სფერი და მუქი შავი, იგივე ამბობდნენ ნატოდან გასვლა. ანუ ვანაჩე, რომელიც უფრო მარჯვენ მიდის. და ამბობს, სხვათაშორის, აბსურდია, რადგან ის შეიარაღებულ ძალებში იყო. არა ნატოს, არა ამერიკელებს კი რუსულ გაზს და ასე შემდეგ. და რომელიც იღებს მარჯვენას ყველაზე მკაცრ და სუფთა ნაწილს, ასე რომ ქმნის სუფთა უწმინდეს მარჯვენას. მაშინ როცა მელონი ცოტა განზავდა, ცოტა განზავებული გახდა, ნაწილობრივ დისტილირებული, ნაწილობრივ კი დანზავებული და მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, ყავს Cinque Stelle შლაინი, რომელიც ცოტა ხანს ძალიან ახლოს იყო კონტეს აზრებთან, მერე დაახლოებით მის გარშემო ტრიალებს. არასდროს ამბობს ზუსტად რაიმე ნათელს. საინტერესოა, რომ ის, რასაც ახლა სოლოვიოვი რუსულ ტელევიზიაში ამბობს, ემსახურება მელონის კიდევ უფრო დაკნინებას. ეს სწორედ იმისთვის კეთდება, რომ თამაში ითამაშონ როგორც იტალიის სუპერმემარჯვენეებმა, ასევე იმ ნაწილმა, სალვინიმ, კონტემ და სხვებმა, რომლებსაც შეუძლიათ ამ მთავრობის ძირის გამოთხება. წინს სოლოვიოვისთვის, მაგრამ თუ ცოტა რადგან კომოს ტბაზე ვილა აქვს, თუ ცოტა ესაუბრა რომელიმე იტალიელს და უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის გაცნობა, თუ არსებობს გზა, რომ ამ მიზანს ვერ მივახციოთ, სწორედ ისაა, რაც მან გააკეთა. რადგან როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ შეგვიძლია ცუდად ვილაპარაკოთ ჩვენი მთავრობის ნებისმიერ წევრზე, მაგრამ ჩვენ თუ შენ ჩემს მთავრობის ხელმძღვანელს დასცინი, ბოლოს და ბოლოს მე ხო ტაშს არ დაგიკრავ. გარდა რამდენიმე გადამეტებულის ეს გზა არ არის. მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს, თუმცა ისინი მაინც არ არიან ცნობილები ამ საკითხის დახვეწილად მოგვარებით. არის ერთი, რომელსაც ესეთი რამ არ აქვს. ტრამპმა მას პოლიტიკოსად შეუტია, ზოგი ამბობს, რომ როგორც მინისტრს შეუტია, ანუ ძნელი გასაგები არ არის, რომ ვინმე რაღაცას იგონებს. მეორე მხარეს არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც ამბობს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტზე, ისტორიაში პირველი თანამედროვე რესპუბლიკის შესახებ, რომ მისი ცოლი მას სილას აძლევს. ჩვენ ვართ ამ ბარნუმის ცირკში, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ დავბრუნდით ჩვენს რეალურ ზონაში. ცოტა უფრო პატარა, ცოტა უფრო ზრდილობიანი, ბოდიში სხვა სიტყვებისთვის ვერ პოულობ. რადგან უფრო ზრდილობიანი, ცოტა უფრო ბრიტანული, ცოტა უფრო ალბათ გრძელვადიან პერსპექტივაში ან უკეთეს პერიოდში. ეს მოგცემს უპირატესობას მსოფლიოს სხვა ნაწილებთან შედარებით, სადაც მანერებიც ბიზნესის არსია. შეეცადე თავხედობა გამოიჩინო იაპონელთან. სცადე სულელობა ინდოელთან ან არაბთან. სცადე თქვა, გჯერათ რომ ის რაც საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცზე თქვა, რომ ვაიძულე მოსულიყო და ჩემთვის უკანალი ეკოცნა, არაბს უბრალოდ სიცილით და ლუდით გადაატარებს. მაგრამ ის 20 წელს დაგელოდება და პირველივე შესაძლებლობაზე ყურებს მოგაჭრის, როცა ნამდვილად გათკენს. და ამ დროს ატარებს იმის შესწავლაში, თუ როგორ შეუძლია ნამდვილად გათკინოს. ჩვენ, ვინც ხმელთაშუა ზღვისპირეთში ვცხოვრობთ, ერთმანეთს ვიცნობთ. ვინც ამ ტაშტის გარშემო ცხოვრობ, ჩვენ ტაშტის ჩრდილოეთით, არაბები ტაშტის სამხრეთით, მაგრამ ყველანი ვიცნობთ ერთმანეთს, თურქები აღმოსავლეთით. და ვიცით, რომ ამ სამყაროს ამ ნაწილში ზოგი რამ არ ითქმის და არ კეთდება, თუ გინდა ამ სამყაროში იცხოვა. და ჩვენ აქ უკვე 3000 წელია ცხოვრობთ. მას არც კი ესმის რაზე ვსაუბრობთ. თუ სდი ამის მოყოლას ვერ გაგიგებს, რადგან ვენეციას შეეძლო კონსტანტინოპოლში საელჩო შეენარჩუნებინა ომის პერიოდშიც კი და არავინ არაფერს უშვებოდა, რადგან იცოდა როგორ მოქცეულიყო. აი ესე ვთქვათ. პასუხობ კითხვას, ბოდიშ ვიხდი თუ თემას გადაუხვიე ირანის შესახებ, პატარა დეტალი მირკოსთვის და კარგო ანძარასთვის, ეს არის მიზეზი, რატომაც ეს ფონია არჩეული როგორც ჩანს 10-იანი სამოღება 2030 წლამდე გადადეს. არ უნდა ამოიღონ. არასდროს ამოიღონ. არასდროს. ადრე თუ გვიან, მაინც დაგჭირდება. და ვინც ესეთ რაღაცებს ამბობს, იტალიურ პოლიტიკას თავი დაანებეთ, ეს თქვენთვის არ არის, მაპატიეთ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ შეუძლია პოლიტიკის შექმნა, ყველას შეუძლია მისი შეფასება. თხოვ დანიელე. მინდა ერთი რამ თქვა, 18 წელი საზღვარგარეთ ვიცხოვრე, როგორც იტალიელი ემიგრანტი.
და უნდა გითხრათ, რომ იტალია ბევრ სხვა ქვეყანაზე უკეთ გამოდის ამ მდგომარეობიდან. ასევე უფრო მნიშვნელოვანი ტრადიციებით. თუ ნახავთ თავდაცვის მინისტრ კროსეტოს პოზიციას, რომელიც პარლამენტში მივიდა და სიტყვით გამოვიდა, მის სიტყვებს ოპოზიციის ნაწილმაც კი დაუჭირა მხარი. რომ ეს არის იტალიური მიდგომა, რომელიც ყველა შეზღუდვის მიუხედავად საშუალო ძალას შეესაბამება. უნდა გაითვალისწინოს ისტორიული მოკავშირე, რომელიც უკვე აღარ არის ჩვენი მოკავშირე. ჩვენ ჯერ კიდევ ამერიკელების მოკავშირეები ვართ. ეს ამერიკელები არიან, რომლებიც უკვე აღარ არიან ჩვენი მოკავშირეები, რადგან როცა ისინი საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ დამარცხებულისთვის უნგრეთში, რეალურად გზავნინგს აგზავნიან FD-ისთვის. გერმანიაში, ლეპენს საფრანგეთში, ვანაჩის და სალვინის იტალიაში, ფარაჯს ინგლისში. ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელიც სხვა საშუალო ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად ცუდად მუშაობს. მელონის თანმიმდევრულობა არ მოდის პოლიტიკური სიმპათიიდან, არამედ ფაქტის კონსტატაციიდან. მელონი უკრაინის მხარეს იყო მაშინაც, როცა ოპოზიციაში იყო და ახლაც, როცა ხელისუფლებაშია, უკრაინის მხარეს დას. გაგამახვილებთ ყურადღებას, რადგან მე ეს გამოვიარე კონტეს პრემიერობის პერიოდში, როცა ვაშინგტონში კონტეს მთავრობა აღარ სურდა გადახდა. უკვე შეკვეთილი F-25-ები ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ გადააბრუნეს. თავდაცვის მინისტრი ჩავიდა ვაშინგტონში, იქ პირდაპირ გადააბრუნეს და ამერიკელების მეგობრები გახდნენ. პოლიტიკოსები, რომლებიც აზრს იცვია, იმიტომ რომ ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში არიან, მემაშინებენ. ეს არის მიუღებელი პოზიცია. მე სამხედრო საკითხებში ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ნახეთ, რომ იმ ოპერაციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ პარიზში განიხილეს, იტალიის საზღვაო ძალები, იტალიური ნაღამსაწინააღმდეგო გემები, როგორც იწერება, ერთ-ერთი იშვიათი რესურსია, რომლის გამოყვანაც ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ. იმის მიუხედავად, რომ მცირე და საშუალო ზომის საზღვაო ძალები გვაქვს, ლონდონმაც კი აღიარა, რომ იტალიის საზღვაო ძალების სამხედრო ინგლისურზე უკეთესია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ხუმრობის თემად იქცა. სხვა ქვეყნებსაც დიდი სირთულეები აქვთ. ნახეთ, მოსკოვიდან დღეს მოსული შეტევა ისეთ კონტექსტშია, რომელიც მხოლოდ მელონის არ ეხება. იმ სათაურში, რომელიც ახლახან აჩვენე. მელონი, როგორც სოკოლის შეტევის მეორე პუნქტშია ნათქვამი, არის ის, ვინც ტრამპს უღალატა. მოსკოვში წუწუნებენ, რომ მელონიმ ტრამპს უღალატა. ტრამპისთვის არ უღალატია, აბა რას ამბობ? აბობდნენ, რომ ქვეყნებს არ უნდა იყვნენ ამერიკის მორჩილები. ვინ არის ეხლა წნეხის ქვეშ? ეხლა წნეხის ქვეშაა სუვერენისტების ფრონტი, რომელიც დიდი აურზაუში გაეხვა. იმიტომ რომ ტრამპმა ომი დაიწყო და ვერ ახერხებს მის დასრულებას. და ამას გახსოვდეთ, სამხედრო სპეციალურ ოპერაციას უწოდებს. გენერალო კაპიტინი. უკვე 6 კვირაა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ომს აწარმოებს, რომელსაც ომაწოდების გამბედაობა არ ყოფნის. ვინ გახსენდებათ, ვინც უკვე 4 წელია ომს აწარმოებს და თუ ამას ომს უწოდებ, ციხეში მოკვდები. პუტინი. ჩვენ ვართ სიტუაციაში, სადაც სამივე დიდი იმპერიებს, მათ შორის ჩინურებსაც, აქვთ შიდა სისტემური პრობლემა, სამხედროების მუდმივი გადაყენება. ყურადღება, ჩვენ დღეს საღამოს ჩინეთზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ჩინეთშიც ამ მომენტში სერიოზული სისუსტეებია. ჩემი აზრი ისტორიული თვალსაზრისით ისაა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ კვირებში, რომლებიც პირდაპირ ომის შემდგომი პერიოდის ისტორიაში ჩაიწერება. ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, რომელიც ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ბერლინის კედლის კრიზისი და საბჭოთა კავშირის დასასრული. იმიტომ რომ იქ საბჭოთა იმპერია დაინგრა. აქ ინგრევა საერთაშორისო სტრუქტურა, რომელმაც რაღაცნაირად 80 წლის განმავლობაში შეინარჩუნა მსოფლიო. პირველი მსხვერპლი თუ დაფიქრდებით ვინ არის? გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც 80 წლის განმავლობაში კომპრომისს ეყრდნობოდა დიდ ძალებს შორის. დიდი ძალები ვეღარ ახერხებენ კომპრომისის მიღწევას. იმიტომ რომ მათ აღარ აქვთ სტრატეგია.
სტრატეგია აღარ არსებობს. პრობლემა, რომელსაც დღეს ვაწყდებით, სწორედ ეს არის. di strategia, improvvisazione. იმპროვიზაცია, მაგრამ ასევე ის ფაქტი, რომ ისრაელებმა ჩვენც ჩაგვხვდეს იმავე მისიაში ზოგიერთი ოფიციალური პირის გამო, რადგან მათ გეგმა აქვთ. მე ვაფასებ ისრაელის სტრატეგიას, რადგან საქმე ამერიკელებს ეხება. არავინ ლაპარაკობს ამაზე. ნახავთ, ვინ ნახა ბიბი, ამ თვეების განმავლობაში მისგან არაფერი გაგვიგონია. რადგან ხმაურს ისქმის. მთელი დაძაბულობა ტრამპზეა, ისინი კი თავიანთ საქმეს აგრძელებენ. სხვათა შორის, ეხლა ხან ჩაიშალა ცეცხლის შეწყვეტა ლიბანთან, თუ რამე გამოგჩა ამ პერიოდში. ეს დღეების განმავლობაში ისრაელელებმა დაარღვიეს და დღეს ჰეზბოლამ განაცხადა, რომ მათ ესროლეს. ამიტომ ისინი იტყვიან, რომ მათ დაარღვიეს და ყველაფერი თავიდან დაიწყეს. ამიტომ ისრაელს აქვს თავისი პროექტი, რომელიც განაგრძობს წინსვლას, მაშინ როცა მსოფლიოს ხმაური მუდმივად გრძელდება, ყველა კონცენტრირებულია ტრამპზე, რადგან ის ნამდვილად იდეალური ფიგურაა. თუ მე მინდოდა აურზაური და მკოლოდა მოკავშირე, როგორიცაა ტრამპი და ვიცოდი, რომ ბრალი მას დააწვებოდა, საკმარისია უბრალოდ გააღიზიანო, რადგან ყველაფერს თვითონ აკეთებს. ო, ის იდეალური პარტნიორია თუ ასეთ რაღაცებს აპირებ. ის ხომ ყველაფერს საპირისპიროდ ამბობს. ჩვენ ვატარებთ დროებს, ჩვენ და გაზეთები მის თოთოლში, მაშინ როცა ისრაელი შეუპოვრად აგრძელებს თავის გეგმას. ასევე ხედავთ გოლანის მაღლობებთან ახლოს, რაც შეეხება დრუზებს, ლიბანის გარდა და ასე შემდეგ. ჩუმად რაღაცები ხდება. მონდოსინტი ყოველთვის თვალს ადევნებს იმას, რაც ხდება. ამიტომ ფიქრობ, რომ ეს დასრულდება, ან კიდევ ერთხელ გაახანგრძლივებს და მეხუთედ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტას, ან უნდა შეასრულოს ნათქვამი და ხვალთავიდან უნდა დაიწყონ შეტევები. არ ვიცი, პაულ, წავა თუ არა, შეთანხმებას დადებენ თუ არა, მაინც რა გვაჩუქეს. ორი თვე ქაოსი? დიახ, მაგრამ ამას ამბობდა ეკონომისტიც. ის პოდიში ხა სახელი არ მახსენდება. მოკლედ, თუ ეს კრიზისი გაგრძელდება გარკვეული რაოდენობის თვეები, 2 თვე, მადლობა, მაპატიეთ ძალიან, მაგრამ ცოტა მძიმედ ვიფიქრე. თუ ეს კრიზისი გაგრძელდება 2 თვე, ფასების ზრდა გადანაწილდება წლის საშუალო ნავთობის ღირებულებაზე 2/12-ით ან 1/6-ით. მაგრამ აქ უკვე 50 დღემდე მივედით და ჯერ არ ჩანს დასასრული. თუ ეს ყველაფერი, მათ შორის განაღმა, გაგრძელდება 4 თვე, 5 თვე, აქ საუბარია ნამდვილი სისტემურ კრიზისზე, რომელიც როგორც კი დაიწყება, სწრაფად ვერ გადააქცე, უბრალოდ იმიტომ, რომ ასე გინდა. დიახ, მაგრამ ღელავთ ანდრეას ღია, სრუტე ღია, გადამუშავების შესაძლებლობები ისეთივეა, როგორც ადრე, ნავიგაციის შესაძლებლობებიც ისეთივეა, როგორც ადრე, ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების შესაძლებლობებიც ისეთივეა, როგორც ადრე თუ არა. და ამ დროს კიდევ რომელი ღირებულების ჯაჭვები განვითარდა და შეეცდებიან დარჩნენ ზედაპირზე. რა სხვა საშინელი ქაოსი გამოიწვია ამ ტიპის კრიზისმა მთელ მსოფლიოში. ძალის არარსებობა, რომელიც აღიარებულია როგორც გარანტი, ან რომელსაც შეუძლია კრიზისული სიტუაციების კონტროლი მსოფლიოში. permetterà მოგცემს ეს სიმშვიდეს, თუ სადმე დაკარგული რომელიმე ძალა გადაწყვეტს დაიკავოს თავისი სრუტე ან შექმნას ქაოსი, რადგან იცის, რომ არავინ იქნება, ვინც ხელს შეუშლის. ამ მხრივ დანიელეს სულიად მართალია, სოფლიო მართლობის ნაკლებობა აქ აშკარად ჩანს. ჩვენ მხოლოდ ჩინური მოდელის გამოცდა დაგვჭა. რუსებმა აჩვენეს, რომ ამის ძალა არ აქვთ. ამერიკელებმა აჩვენეს, რომ არ აქვთ ხედვა და მათი ძალა არასაკმარისია იმ ამოცანისთვის, რომელიც საკუთარ თავს დაუსახეს. ჩინელებს ჯერ არაფერი დაუმტკიცებიათ და მე მეშინია ამაზრის, რადგან არ მინდა, რომ ბოლოს აღმოჩნდეს, რომ მათ რაღაცა აქვთ და დავიწყოთ ცეკვა მათ მუსიკაზე, რაც არ მგონია ყველასთვის სასიამოვნო იყოს. მე მომწონს სამზარეულო. შენთვის ერთი კითხვა მაქვს, პაულო. როგორ შევინარჩუნებდით წესრიგს ისეთ ქვეყანაში, როგორც ჩვენი ქვეყანაა, თუ სათვალის მეთოდებაში სერიოზული დეფიციტი იქნება და შედეგად ფასები გაიზრდება?
როგორც ნახეთ, მარაგები მოკლეა, სტრატეგიულია, ერთი თვეა, ერთი თვე და ნახევარი და ჯორჯო ალფარასი მართალი იყო. მან თქვა, რომ ამ მომენტში საუდის არაბეთი თითქოს ყველაფერს გადააქვს. თავისი ტრაფიკის 40% იმ ნავთობსადენით, რომელიც პრაქტიკულად წითელ ზღვამდე მიდის. და სხვა ქვეყნებიც ალბათ თუ ეს არეულობა გაგრძელდება, იკითხავენ, შეუძლიათ თუ არა მათაც მიერთება. შემდეგ, როგორც გიორგი ამბობს, როცა მოცულობები გადაიტანება, აღარასდროს დაბრუნდება ისე, როგორც ადრე იყო. კრიზისი სისტემური ხდება, პოულობენ გამოსავალს, აღარავინ აბრუნებს ყველაფერს ისევ მეორე მხარეს, ესე რომ გარდაუვალია რომ გაქვს ვარდნა, ბოლოს ერთ მონაცემს მოგცემ და შემდეგ სიტყვას ყოს გადმოგცემ. წითელი ზღვის საკითხი, წითელი ზღვის მარშრუტი დაბრუნდა მხოლოდ 66%-ზე. 34% სამუდამოდ გაქრა, ისინი კვლავ გრძელ მარშრუტს იყენებენ. და სწორადაც, რადგან ხვალ ირანელებმა შეიძლება ისე უბრძანონ უკანასკნელებს, რომ ისროლო. როგორ ხდება ეს? ნახეთ რომ არა, ეს კითხვა კოვიდამდე რო დაესვათ, პასუხს გაგცემდით. კოვიდის შემდეგ კი გარკვეული ეჭვი მაქვს, რადგან ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ იტალიელები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზუსტად იმას აკეთებენ, რასაც ეუბნებიან. ამიტომ თუ მთავრობა შეძლებს აუხსნას ხალხს, რომ ბენზინი აღარ არის და რომ დღეში ერთხელ უნდა ჭამო მინესტრონე, რადგან სხვა არაფერია, მაგრამ ასევე უნდა დაამტკიცო, რომ ყველასთვის არ არის, ფიქრობ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოება ამას გაუძლებს. ის ფაქტი, რომ გადამამუშავებელი ტიპის საზოგადოება, მომსახურების საზოგადოება, როგორც იტალია არის, შეძლებს გადარჩენას ბენზინის ფასით 5 ევრო litrზე და სალათის ფასით 9 ევრო, ეს ფაქტორი არასდროს გამოცდილა არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაშიც. იმიტომ რომ ეს საუბარი არც იქნებოდა, ეს იქნებოდა შიმშილის დაბრუნება. სიტყვა, რომელსაც უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ბავშვებს აღარ ასწავლიან შიმშილის მნიშვნელობას, რას ნიშნავს ეს? ჩვენ აგებულები ვართ რწმენაზე, რომ ენერგიის მიწოდება მერყეობს გარკვეულ ფასებში, მაგრამ როგორც სიკეთე, როგორც რაოდენობა გარანტირებულია. მაგრამ როცა ეს აღარ მოდის და რაც მოდის უზარმაზარ ფასად მოდის, ეს სრულიად ცვლის ქვეყნის ინდუსტრიულ სტრუქტურას. სხვა ადგილად იქცევით. როგორ რეაგირებენ იტალიელები? არ ვიცი, შეიძლება იყოს როგორც დანებება, ასევე მანსონის ღუმელების აჯანყება და ორივე სრულიად შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ეს იქნებოდა ბრძოლა სიტუაციასთან, რომელიც შენ არ შეგიქმნია და რომელიც შენ განგაპირობებს. იცით, როცა ისმენთ მძღოლს, რომელიც ამბობს, ჩემი სატვირთო სავსება 800 ევროდან 1200 ევრომდე გაიზარდა, ეს დღეს ხდება. და როცა ითქვის 800 ევროდან 1450 ევრომდე გაიზარდა, ასე გაგრძელდება. თქვენ თვითონ მოძებნეთ, წადით დღეს ამ დღეებში რომელიმე სუპერმარკეტში და ნახეთ ხილი 3 ევროზე. და ნახევარზე ნაკლებად 3 ლარ, ნახევარი 3.99, 3.80. და გაზაფხულია, ზამთრის შუაგულში კი არ ვართ. უკვე იწყებთ შედეგების დანახვას, სადაც საკიდლების გაკეთება და ნახავთ, რომ თქვენ თავისუფლად ხარჯავთ 10-15 ევროთი მეც, ვიდრე 40 დღის წინ ხარჯავდით, იგივე ნივთების ყიდვისას. მადლობა. როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, არანაირი წარმოდგენა არ აქვს. მაგრამ უბრალოდ ამჯერად ჩვენ არ ვართ დამნაშავეები, ვერ ვიტყვით, რომ რამე არასწორი გავაკეთეთ. ეს იყო თამაში, რომელიც ჩვენს თავზე მთელი კონტინენტის მასშტაბით გათამაშდა და რომელმაც ჩვენზე პრობლემები მოიტანა. პატიოსნად ვიმედოვნებ. არის კითხვა შენთვის, იტალიის საკონსულოდან ამერიკაში მეუბნებიან, რომ თუ ვანსი და რუბიო შეთანხმდებიან, შეგვიძლია გამოვიყენოთ 25-ის შესწორება შუავადამდე. რეალური ასეთი ტიპის ღალატი და კიდევ ერთი რამ, არ გქონდა საშუალება ამაზე გვეზრუნა, რადგან მე ამ დროს ამდენიმე ლაივი გავაკეთე სუდანზე და ლათინურ ამერიკაზე ტრამპის თავდასხმა პაპზე. მაგრამ რა იყო ეს ამბავი? ქონდა ამას აზრი. დაჯანდაბა მოუვიდა თავში. ორი პასუხი. პირველი, უკვე რამდენიმე დღეა მიდის დისკუსია იმ ცნობილი 25-ე მუხლზე, ანუ ფაქტობრივად ქვეყნის მეთაურის მენტალურად უნაროდ გამოცხადება მმართველობისთვის. და ეს დისკუსია მხოლოდ ოპოზიციაში არ არის.
დავსენებთ, რომ იტალიაში ჩვენ გქონდა მსგავსი გამოცდილება, მგონი 60-იანი წლების დასაწყისში, რესპუბლიკის პრეზიდენტთან დაკავშირებით. მგონი სეგნი იყო შემისწორეთ თუქსები, რომელსაც ინსულტი მოუვიდა, ძალიან მნიშვნელოვანი და დაძაბული შეხვედრის შემდეგ. სადაც იმყოფებოდა ის, ვინც შემდეგ მისი მემკვიდრე გახდა. და პრობლემა ის იყო, რომ ყავდა სახელმწიფოს მეთაური, რომელიც ფაქტობრივად მართვის უნარს იყო მოკლებული. Arsuxi is არის, რომ დებატი არსებობს, მაგრამ არ მგონია, რომ ვანსან რუბიოს ოდნავ მაინც ეყოთ გამბედაობა, რომ ეს საკითხი თავად დააყენა. ეს კითხვა მეც დაუშვი საკუთარ თავს ამ დღეებში, იმიტომ რომ მე თუნდაც ტრამპთან მიმართებაში, რომელსაც მრავალი წელია ვაკვირდები, ყოველთვის ძალიან ფრთხილი ვარ ესეთ საკითხებში. უკვე პირველი პრეზიდენტობის დროს ამბობდნენ, რომ მას რუსები აშანტაჟებდნენ. ცნობილი სტილის ანგარიში, რომელიც მე წავიკითხე, არა მხოლოდ წავიკითხე მთლიანად, არამედ სტილსაც შევხვდი ლონდონში. სტილი გახსოვთ არის რუსეთის განყოფილების ხანდუანელი ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურებში. სტილის ანგარიში, ჩემი აზრით, დიდწილად სიმართლეა. მე არასდროს მჯეროდა ნამდვილად, რომ ტრამპი პრორუსულია, იმიტომ რომ პუტინი აშანტაჟებს. ჩემი აზრით, мотиваცია ბევრად უფრო ფსიქოლოგიურია. არ არის შანტაჟი, ზუსტად ისე, როგორც არ მჯერა, რომ ნეთანიახუ რო დავჩეთ მიმდინარე მოვლენებზე, აშანტაჟებს ტრამპს ეპსტეინის სკანდალის საქმეზე. ჩემი აზრით, ტრამპი უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ის არის ადამიანი, რომელიც არ არის შესაფერისი მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის სამართავად. ეს განხილვა გაგრძელდება. არ მგონია, რომ ამ პარლამენტს, რომელსაც არ ეხო გამბედაობა ტრამპისთვის, დაეწესებინა დებატი პარლამენტში, როგორც ამას ამერიკის კონსტიტუცია ითვალისწინებს. რომ განემართა, რატომ და როგორ სურს ომი, რომელსაც უკვე აწარმოებს. ამიტომაც არ უწოდებს ამას ომს, რადგან ფორმალურად თუ ამას ომს დაარქმევს, უნდა აღიაროს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ შეუძლია ომის წარმოება. ამიტომაც უწოდებს ამას სპეციალურ ოპერაციას. მეორე საკითხი. Quatase. ნამდვილი საკითხი, რომელიც დღეს საღამოს ვაშინგტონში განიხილება და რომელსაც მინდა თქვენს განიხილოთ ასეთი. იმავე მოსაზრებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ სამივე დღეს საღამოს უზიარებთ ერთმანეთს. და ეს ნიშნავს, რომ ტრამპი ჩავარდა არეულობაში სტრატეგიის გარეშე და აღარ იცის როგორ გამოვიდეს იქიდან. რა საკითხი განიხილება დღესაც ვაშინგტონში? ტრამპმა თუ გახსოვთ 2018 წელს ჩაშალა ის შეთანხმებები, რომელიც ობამამ ირანელებთან გააფორმა 2015 წლის კომპრომისი. მე იქ ვიყავი, როცა ობამა და ნეთანიახუ ვაშინგტონში ეპიკურ საჯარო დაპირისპირებაში შეხვდნენ 2500 ადამიანის წინაშე. ერთმა ობამამ ხარი დაუჭირა კომპრომისს 1000-ობით შეზრუდვით, ხოლო ნეთანიახუმ თქვა, არა, არანაირი კომპრომისი. რეალური რისკი. საუკეთესო შემთხვევაში, რაც წინ გვაქვს, რა არის? რომ ტრამპი იძულებული გახდეს, ისევ აიღოს ის კომპრომისი, რომელსაც თვითონ ტრამპი ყველაზე ცუდად მიიჩნევს სოფლიოში. და ასე შემდეგ. სხვა ადამიანების კომპრომისების დახურვა ადვილია, რთულია, როცა თავად უნდა გააკეთო ეს. ადვილია სხვების კრიტიკა. მერე როცა მართა უნდა დამანახო, რას აკეთებს შენ. რომ ის იძულებული გახდეს რეალურად ირანელებთან ერთად. ისევ გააკეთოს ობამას კომპრომისი, რომელიც ეუბნებოდა, მოდი ცოტა კონტროლი ჩავატაროთ. შენ კი სანაცვლოდ მოგცემ იმ მილიარდებს, რაც დაგიბლოკე. უფრო ცუდ პირობებში. იმიტომ რომ ხორმუზის საკითხის გამო ვაშინგტონშიც კი მას საყვედურობენ, რესპუბლიკელების ნაწილიც კი. ადრე ხორმუზი ღია ჰქონდა და ირანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, დღეს კი ორ ომთან გაქვს საქმე. იმიტომ რომ შენ მირკო ადრე ახსენე რაღაც, რაზეც უკვე ვსაუბრობდით, სულ მცირე ერთი თვის წინ ნეთანიაჰუ და ტრამპი ორ სრულიად განსხვავებულ ომს აწარმოებენ. ორი განსხვავებული სტრატეგიით, ორი განსხვავებული ხალხით და კაპიტინის თემას რო დაუბრუნდეთ, ორი განსხვავებული გეოგრაფიით. ჰეირანი 2 საათშია ფრენით იერუსალიმიდან და თელ-ავივიდან.
ამერიკა კი მსოფლიოს მეორე მხარესაა რისკი, საფრთხე, ჰეზბოლას თავდასხმა უკრაინის ჩრდილოეთიდან. ლიბანი, ჰუთები, რომლებიც ბომბავენ, რეგიონისთვის პრობლემაა, იმისთვის პრობლემაა. შენ ორ ომს აწარმოებ. რისკი ისაა, რომ ტრამპი აღმოჩნდეს მზარდი ინფლაციის წინაშე. რადგან ჩემი აზრით შეუძლებელია, რომ ეს საკითხი რამდენიმე თვეში გადაწოდეს ხარჯების ზრდის კუთხით. და რომ მას მოუწერს კომპრომისზე წასვლა ირანელებთან, რომლებსაც ამ ეტაპზე ჩემი აზრით აღარ აქვთ არანაირი ინტერესი რაიმეზე დათმობაზე წასვლის, რადგან ისინი აღარ ენდობიან მათ, სწორად მოიქცნენ, რომ არ ენდეს. მას შემდეგ რაც ობამამ და კლინტონმა გედაფისთან შეთანხმება დაარღვიეს, არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ამერიკული სისტემის უნდობლობა ტრამპითა და რესპუბლიკელებით არ დაწყებულა. ის დემოკრატებით დაიწყო. პირველები, ვინც შეთანხმებებს არ იცავენ, დემოკრატები არიან. და შენ ვერ იმოქმედებ საერთაშორისო დონეზე როგორც იმპერია და ვერ მოითხოვ, რომ ვინც შენს წინაშეა, თუნდაც პატარა მოწინააღმდეგე, გენდოს ესეთი მაგალითების შემდეგ, ვერ გენდობი. ეს არის მიზეზი, რატომაც ბევრ ქვეყანას ბირთვული ბომბის ქონა უნდა. სამხრეთ კორეა, იაპონია და ასე შემდეგ, ჩვენს მიმართ ნდობა უჩნდებათ. პაოლო, დასკვნები შენზეა. რატომ ბევრი? მაგრამ დასკვნები. ეხა კომენტარებს კითხულობდი, როგორც ჩანს გავრცელდა, თუმცა თხოვ დადასტურებას თეთრი სახლის განცხადება, სადაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ზავის ვადა გახანგრძლივდა. დიახ, არა, უკვე ხელმოწერაზე გავაგზავნა, ეს დადასტურებულია. მოლოდინში ვართ. ასე რომ თქვა, ხვალ აი ხედავთ, მე მსჯელობ იმ იდეით, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, ამას გავაკეთებო, ის ამას აკეთებს. მაგრამ როცა ამას ვამბობდი, ტრამპის სახე გამახსენდა და ასე დარწმუნებული აღარ ვარ. ნორმალური ადამიანი ასე მოიქცეოდა, იტყოდა, კიდევ 24 საათს გაძლევ, რაღაც მომაწოდე და მერე მოვა. პაულო, მე იმავე ლაივში, ამაში რადგან ამბავი იწყებ გავრცელებას, იყო ნათქვამი, არ გადავავადებ, ნახეთ ის რაღაცები, რაც გაჩვენეთ ლაივის დასაწყისში. ანუ არც კი ვამბობთ, რომ ერთი დღიდან მეორეზე, ხო? საათი და 26 წუთი, საათსა და 26 წუთში არანაირი გადავადება ლაივის ბოლოს გადავადება. ანუ ხვალ დილით ძალიან ადრე მე თავაზიანად დამპატიჟარა იმ, ამიტომ უნდა დაგემშვიდობოთ. და უნდა დაგემშვიდობოთ იმ გაურკვევლობით, რომელიც ჩემი არა, არამედ დანიელესია, რომელიც სამყაროს ჩემზე უკეთ იცნობს. და ასევე ყველა იმ ადამიანისა, ვისი კომენტარებით წამიკითხავს აქ გვერდით. ეს არის გაურკვევლობებით სავსე სამყარო, ეს არის საშიში სამყარო ყველასთვის. რადგან არ იცი როგორ იმოქმედო მასში. არ იცი ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი. არ იცი ვინ არის მოკავშირე და ვინ არა. შეგვიძლია აშშ-ზე დაბრუნება. შეიძლება ისინი ჩვენი შემდეგი მტერი გახდნენ. იმიტომ რომ ეს გამორიცხული არ არის. პაოლო, ბოდიში, მაგრამ შეიძლება ამ პლანეტაზე ასე ცხოვრება, როცა წინასწარ ვერაფერს გეგმავ, არა მხოლოდ დღიდან დღემდე, არამედ საათიდან საათამდე. ასე ცხოვრობდნენ საუკუნის განმავლობაში, მთელი მე-19 საუკუნე. ცხოვრობდნენ მხოლოდ ძალის პოლიტიკით. მე ვიარახდები, მე უფრო დიდი არმია მყავს. და ეს ყველაფერი ნაპოლეონიდან მოპოლებული იმ იდეით, რომ თუ აღარ მინდა ფრანგების მორიგი იმპერიული დაპყრობის მსხვერპლი გავხდე, შევქმნი ჩემს დიდ არმიას, ჩემს ძლიერ ფლოტს, ყველაფერს რაც საჭიროა. შემდეგ პირველმა მსოფლიო ომმა გამოგვაფხიზლა, მის მერე კი მეორე. მხოლოდ ძალაზე დატყდნობით მშვიდად ყოფნის სისტემა არ მუშაობს. ან ყოველ შემთხვევაში არ მუშაობს ჩვენს კონტინენტზე. მუშაობს სანდო ძალა, რომელიც ისეთივე სანდოა, ან თუნდაც ნაკლებად, როგორც მხარეებს შორის კომპრომისის უნარი. პაულო, დამეტვიტა, საინტერესო რაღაცებს ვნახავდით. დიახ, არა, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ გაიხსენეთ სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ კენედისა და პრეზიდენტ ქრუშჩოვის შორის რაკეტების კრიზისის დროს. საუბრობთ კრიზისზე, რომელიც გადაიარა იმ ხალხთან ერთად, ვინც მეორე მსოფლიო ომი გამოიარა. ქრუშჩოვი სტალინგრადში იბრძოდა. ანუ ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ომის მნიშვნელობა ესმოდათ. ამ ორმა ერთმანეთს დაურეკა და საბოლოოდ იმის მიუხედავად, რაც თქვეს, მაგიდაზე მოტყუება დადეს.
მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი და შენ გესაუბრები ჩემი ხალხის სახელით, მე ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტის პრეზიდენტი და შენ გესაუბრები ჩემი ხალხის სახელით. მოდი ორივემ დავწნარდეთ, მაიძულებთ ჩემ ხალხთან თავი მოუჭრა. ამიტომ მე უკან ვიხევ, შენ კი გთხოვ, თურქეთიდან რაკეტები გაიყვანე, თორემ მთელი ეს აურზაუვი სწორედ ამის გამოა. ის სამყარო, სადაც სიტყვას ენდობოდნენ, თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს, გაქრა. ასე რომ თუ ამასაც წაიღებ, მხოლოდ შიში დარჩება, აღარ იქნება სიტყვა, მხოლოდ შიში. შიში ცუდი მრჩეველია. ამბობდა გემშვიდობებით მარშალ ჯორჯ მარშალის სიტყვებით, რომელიც აიზენჰაუერს უთხრა როგორც კი პრეზიდენტი გახდა. არ ვიცი ეს ფრაზა ძალიან მოსწონთ თუ არა. ეუბნება დუაიტს, გაითვალისწინე რომ მმართველობა დიდება არ არის. მმართველობა არის მარტოობა, რომელიც გადაწყვეტილებებშია ორგანიზებული და ეს არის საოცარი მარტოობა ორგანიზებული გადაწყვეტილებებში. მარშალი დიდი ორგანიზატორი იყო. ის დიდი ორგანიზატორი იყო და აიზენჰაუერი იყო დიდი გენერალი, დიდი პრეზიდენტი ამერიკელებისთვის იმ პერიოდში, მთლიანობაში. სკრომი პრეზიდენტი იყო, როგორც ადამიანი, მაგრამ დიდი პერსონალიზაცია ჰქონდა. პოლიტიკა. ეს ასევე გაფრთხილება დემოკრატიებისთვის, რომლებსაც ხმის მიცემა შეუძლიათ. დაიმახსოვრეთ, რომ არაკვალიფიციური ლიდერებისა და ხელმძღვანელების არჩევა საშიშია ყველასთვის. ერთ-ერთი ხალხის არჩევანი, რომელიც შორსაა ოკეანის იქით, სადაც მე ვცხოვრობ, პრობლემებს უქმნის ჩემს ხარჯებს აქ რომში, პრობლემებს უქმნის ვიღაცას იაპონიაში, ვიღაცას ოჯახებს ინდონეზიაში. ანუ ხვდებით ამას. ის პასუხისგებლობა რაც გაქვს, როცა ერთს ირჩევ მეორის ნაცვლად. და ამჯერად იმედი მაქვს, ამერიკელები ამ გაკვეთილს ისწავლიან, რომ არ შეუძლიათ იპოვონ ერთი იდიოტი და მას მისცენ ავტობუსის მართვა. მაშ, მადლობა სუხდი. ისე ოპტიმიზმი არა. არა, დიდ მადლობას სუხდი პაულოს და დანიელეს. სამწუხაროდ ამჟამინდელი პრეზიდენტობა უფრო დოქტორ სტრეინჯლაუს მაგონებს, ვიდრე დიდ კომუნიკაციებს და მე ვნახავთ, ვინ უფრო დამნაშავედ იგრძნობს თავს. შემიძლია მე უფრო დამნაშავედ ვგრძნო თავი, ვიდრე შენ. და სამბობ იური? მეც დამნაშავედ ვგრძნობ თავს. ბომბდამშენების შეჩერება გვინდა თუ არა? კი, მეც მინდა მათი შეჩერება. იმ რაღაცას გავს. ვიმედოვნებთ ხვალინდელ დღეზე, ვინ იცის, რადგან უკვე უბრალოდ შუაღამეს ყველაფერი ისევ შეიცვლება. ხო, ნამდვილად. მადლობთ. მადლობ ყველას და მშვიდობიანი ღამე გქონდეთ, შევხვდებით პარასკევს ლანძარასთან ერთად ტექნიკურ ლაივში და კვირას უკრაინის შესახებ განახლებით. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა, ნახვამდის ყველას, ნახვამდის. ამდის